დაგროვდა სკანდალები და ამ დროიდან მოყოლებული კიევი ექცევა მძაფრი პოლიტიკური და ინფორმაციული წნეხის ქვეშ. ტრამპის მხრიდან გაჟღერებული იყო ისეთი მორიგი გეგმა, რომელზედაც იტყოდა უკრაინა უარს. ეს ჩანაწერი ძალიან დიდი სკანდალია. ცივი ომის დროს ეს ყველაფერი უკვე დასრულდებოდა გადადგომების ხომაღალი სერიით. ყველა ამაზე ლაპარაკობს, რომ ეს არის უკრაინისთვის ქართული სცენარი. ყველა შემზარავი რაც იყო ამ საუბრებიდან იტყოფი ეუბნება უშაკოვს, რომ მე ვიცი რა იქნება საჭირო შეთანხმებისთვის. ვინ რა პოზიციებიდან და ინტერესიდან უდგება ამ მოლაპარაკებს. მაგრამ არც ერთს არ მოყოლია ამხელა ინერცია, ამხელა ეფექტი, ამხელა ყურადღება. ფაქტობრივად გვამების გორებით მიდის წინ. რუსეთი დაკავებულია ფრონტის გაღრნით, ეს არ არის გარღვევა. რუსეთს ელევა სამობილიზაციო რესურსი. ამ დილების წინაშე რაღაცა დროს უკრაინა დადგება, ხო? შეიძლება აზრი ჰქონდეს რაღაცა დათმობების განხილვას თუ ნიანგს მიცემს საშუალებას რომ სხვეპლი შეჭამოს, მე ეს სხვა ნიანგისთვისაც мотиваცია გახდება. დეკემბერში ეს ომი ხანგრძლივობით გადააჭარბებს მეორე სამამულო ომის ხანგრძლივობას. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას საერთაშორისო აქცენტები. მე ვარ ეკა კვესიტაძე, თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინე და აუცილებლად დაუჭირეთ მხარი ჩვენს არხს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მედიისთვის და ამისათვის დაალაიქეთ ჩვენი პოდკასტები, გადააზიარეთ, მოუყევით თქვენს მეგობრებს ამ არხის შესახებ, რომელიც მე მგონი ძალიან კარგია 7 თვის განმავლობაში დაამტკიცა, ასევე გამოგვყევით TikTok-ზე, Facebook-ზე და Instagram-ზე. მოკლედ, დიდი ხანი არ გაგვიკეთებია საერთაშორისო თემა, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ვსაუბრობ უკრაინაზე, უკრაინა-ამერიკის ურთიერთობებზე. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არ ვაკეთებ ხოლმე ამ თემას ხშირად არის ის, რომ სიტუაცია იცვლება ძალიან სწრაფად ტრამპის განწყობების მიხედვით. ერთ დღეს ტრამპი ამბობს, რომ ასანქცირებს რუსეთს, მეორე დღეს სთავაზობს ისეთ გეგმას უკრაინას, რომელიც უფრო რუსეთისთვის არის მისაღები, მეოთხე დღეს ეს ყველაფერი იცვლება უფრო, ასე ვთქვათ, ნეიტრალური გზავნილებით, მეხუთე დღეს კიდევ რაღაცა ხდება, ამიტომ ისე სწრაფად იცვლება, რომ აზრი არ აქვს ამ ყველაფრის გაანალიზებას მხოლოდ ერთ მოვლენაზე მაგრამ მე მგონია რომ ბევრი რამ დაგროვდა სკანდალები და ამიტომ აუცილებელია ამ მოვლენებს გამოვეხმაუროთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, რომლებსაც ეხლა ვამბობდით რომ ძალიან რაციონალური მიდგომა აქვს და ყოველგვარი ზედმეტი ასე ვთქვათ გადამეტებების გარეშე აფასებენ მოვლენებს. აკაზარქვა გიორგი ბადრიძე, გიორგი ლოლაძე არიან ჩვენთან ერთად. მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ შეიყარეთ ჩვენს პოდკასტში და ეხლა უნდა ვისაუბროთ რამდენიმე მოვლენაზე, რომელიც ერთმანეთთან არის მჭიდროდ დაკავშირებული და ბოლოს უნდა შევეხოთ ასევე ეპშტეინის ფაილებსაც, იმიტომ რომ რაღაცა კავშირში ეს ამერიკის შიდა პოლიტიკური მოვლენები არის იმ გადაწყვეტილებებთან, ხმაურიან გადაწყვეტილებებთან, რომელსაც ტრამპი იღებს, რათა ეს შიდა სკანდალი გარკვეულწილად გადაფაროს და თუ როგორ ამას ესე იგი გადაცემის სრულობის დროს ჩვენ შევეხებით. მანამდე უნდა ვილაპარაკოთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე. ეს იყო თავიდან 28 პუნქტიანი გეგმა, რომელიც მე შეცოტავდა, შემდეგ ისევ გაიზარდა და თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს გეგმა არის რუსების მიერ შემოგზავნილი. ანუ იმდენად რუსეთის ინტერესებზე იყო მორგებული, რომ ყველა ამაზე საუბრობდა და ეს საბოლოოდ დადასტურდა იმ ასე ვთქვათ ინფორმაციით, ანუ გაჟონვით იმ ინფორმაციის, რომ უშაკოვსა და დმიტროვსა და ვიტკოვს შორის იყო საუბარი, შემდეგ იყო საუბარი უშაკოვსა და დმიტროვს შორის. მოკლედ, მოდი ყველაფერი დავიწყოთ, ძალიან ესეთი რთული თემა და უნდა ავკინძოთ ერთმანეთთან და მოდი აკა შენ დაიწყე, ანუ მოვლენების განვითარება როგორ ხდებოდა, რა ამბავი რას მოყვებოდა?
ბატონო, ხო, ანუ ერთი თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ამ კონფლიქტის ირგვლივი მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება და ამპლიტუდა ამ რყევების არის ძალიან მაღალი, ხო, ანუ ეს არ არის რომ თქვა რაღაცა მცირე ცვლილებები შედის ადმინისტრაციის პოზიციაში, ამ შემთხვევაში ამერიკის ადმინისტრაციის გულისხმობ. ეს არის ხშირად ესეთი 180 გრადუსით შემოტრიალებას გავს ხოლმე მიდგომები. აქედან გამომდინარე, რომ გავიაზროთ უკეთ თქვა ეს 28 პუნქტიანი გეგმის კონტექსტი და მათ შორის აი ამ სატელეფონო ჩანაწერის უშაკოვსა და უიტკოვს შორის, აი უნდა გავიხსენოთ რა ხდებოდა ერთი თვის წინ თუნდაც, ხო, ანუ ოქტომბრის პერიოდში, სექტემბრის და ოქტომბრის მიწურულს, როდესაც არის პერიოდი, როდესაც ტრამპი საუბრობს იმის შესახებ, რომ ტომაჰავკების მიწოდება გადაწყვეტილი აქვს, პირველად თქვა, რომ რუსეთი ქაღალდის ვეფხვია და პირველად თქვა, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს. ამ ფონზე ზრდის რაღაც კლასიფიკაცია სადაზვერვო ინფორმაციის, რომელსაც უკრაინას აწვდიან და მოლოდა უცებ ამ ფონზე ინიშნება შეხვედრა, ანონსდება შეხვედრა თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის. ეს უნდა რომელსაც ველოდებოდით ძალიან დიდი ოპტიმიზმი. და ზუსტად მოლოდინი იყო ის, რომ გადაწყდება თქვათ რაღაცა ახალი შეიარაღების შესახებ რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული შორეულ შეიარაღებაზე და თქვათ რაღაცა ეს ადმინისტრაციის მიდგომა უფრო მყარ სტაბილურ ხასიათს მიიღებს ამ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს უნდა მოხდარიყო 17 ოქტომბერს, ის საუბარი რომელიც თქვენ ახსენეთ, ეს ხდება 14 ოქტომბერს. ეს არის მომდევნო დღე ტრამპის გამოსვლისა კნესეთში, როდესაც ის იღებდა ოვაციებს და აპლოდისმენტებს ღაზაში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და აქებდა თავის სპეცწარმომადგენელს უიტკოვს, რომელიც იქვე შემაღლებულ ადგილას იჯდა. მეორე დღეს, თქვა ზუსტად აი ამ ღაზიდან ღაზაში ამ ტრიუმფალური ვიზიტის შემდეგ ისინი ბრუნდებიან ამერიკაში და როგორც დასავლური მედია გვეუბნება, სწორედ აი ამ უკანა სახში დასაბრუნებელ რეისზე სტივ უიტკოვს და ჯარედ კუშნერს უშდებათ იდეა ხომ არ შევიმუშაოთ რაღაც მსგავსი იმისა, რაც დაგვეხმარა ღაზაში აი ამ ომის დასრულებაში. ღაზაში იყო 20 პუნქტიანი გეგმა და დაიწყეს ამაზე მსჯელობა. ამის შემდეგ დღეს უკვე 14 ოქტომბერს იმართება სატელეფონო საუბარი უშაკოვსა და უიტკოვს შორის. რომელსაც პრაქტიკულად ჩვენ ხედავთ, რომ უიტკოფი ერთი სანამ გავაგზავნებთ მაინც ჩვენი მაყურებლისთვის ახსნათ, ვინ არის უშაკოვი, ვინ არის დმიტროვი, ვინ არის ვიტკოფი. კი, ანუ სტივ უიტკოფი არის დონალდ ტრამპის უახლოესი მეგობარი, ასევე მისი კოლეგა უძრავი ქონების ბიზნესში და მისი წარმომადგენელი, რომელიც თავიდან დაინიშნა მის წარმომადგენლად ახლო აღმოსავლეთში, თუმცა მალევე მან შეითავსა რუსეთის პორტფელიც, ესე რომ ვთქვათ და ეს ალბათ უკავშირდებოდა იმას, რომ რუსეთ-უკრაინის საკითხის დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთისთვის და რუსებმა ვარი თქვეს მასთან ვთქვათ მოლაპარაკების წარმოებაზე და ამის შემდეგ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ უფრო ესეთი კომფორტული ემისარი გაეგზავნა მოსკოვში და ეს ემისარი აღმოჩნდა სტივ უიტკოფი და ამ დროის განმავლობაში თუ არ ვთქვი 5 შეხვედრა გამართა ვლადიმერ პუტინთან, რომელიც თითო გრძელდებოდა რამდენიმე საათი, 4-5 საათი იყო ხოლმე და შემდეგ და ეს არის სტივ უიტკოფი, რომელიც ეს დეტალს დავამატებ კრემლის მიერ დანიშნული თანჯიმნით. ხო, ანუ ეს ცალკე დეტალი არის. მე გიორგი მოგვიყვება ამ პროტოკოლზეც. ეს ცალკე დეტალი არის და მნიშვნელოვანი. კირილ დიმიტრიევი არის რუსეთის სუვერენული ფონდის, საინვესტიციო ფონდის პრეზიდენტი. ის ვთქვათ არ არის როგორ თქვა ეს რაღაცა კრემლის პოლიტიკური რაღაცა ისტაბლიშმენტის ნაწილი რა გაგებით რომ თქვა რაღაც პოლიტიკური თანამდებობა არ უკავია, თუმცა ეს არის აქტივი პუტინის ხელში და ის ჯერ კიდევ 2016 წელს ტრამპის პირველი ვადის დროს ცდილობდა ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის დამყარებას. დავამატებ, რომ შეიძლება კრემლის ოფიციოზის ნაწილი არ ყოფილა, მაგრამ პუტინის ოჯახის ნაწილია, იმიტომ რომ პუტინის ქალიშვილის უახლოესი მეგობრის ქმარი. კი, ანუ ეს არის მისი მთავარი ეს როგორ თქვა წყარო, მისი საზღვარი სოციალური კაპიტალის და ის ცდილობდა 2017 წელს დაკავშირებას ტრამპის ადმინისტრაციასთან, მიწერა თავის თანაკურსოს თუ არ ვთქვი, რომელიც იცნობდა ჯარედ კუშნერს. მოკლედ და რაღაცა სხვათაშორის რაღაცა პატარა გეგმა მაშინაც მომზადა დიმიტრიევმა თუ როგორ უნდა გადატვირთულიყო ამერიკის და რუსეთის ურთიერთობები და მიულერის გამოვიტანოთ მომავლისთვის, რომ ლავროვთან მისი დაპირისპირება და თელი, ანუ ამბავია და სხვათაშორის სერიოზული ამბავია ლავროვის პოზიციები, სერიოზული კითხვის ქვეშ დგას ახლა ლავროვის პოზიციები, რომელსაც დიმიტრიევი უტევს აქტიურად. ხო, ანუ და აქეთ არის ასევე იური უშაკოვი, რომელიც
ბევრი წლის განმავლობაში არის რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, არის მოსაზრება, რომ გარკვეული მიმართულებებით, რუსეთის ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებებით უშაკოვს ყოველთვის უფრო ესეთი მეტი წონა ჰქონდა, ვიდრე თუნდაც ლავროვს, მათ შორის თქვათ ამერიკასთან ურთიერთობების კუთხით და მიიჩნევა კრემლის ესეთი მძიმე წონოსან პოლიტიკოსად, გადაწყვეტილების მიღებად, ინსაიდერად ესეთ გავლენიან ადამიანად. და ამათ შორის დგება საუბარში უიტკოფი უწევს ეფექტურად კონსულტაციას უშაკოვს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა პრაქტიკულად რაღაცა მოკლე მონაკვეთზე უწევს სულ როგორ თქვა რა რაღაცა როგორ უნდა მოიქცნენ, რაზე უნდა ილაპარაკონ, როდის უნდა დაურეკონ ტრამპს, მოიგოს ტრამპის გული, რა უნდა უთხრას და თან პრაქტიკულ შედეგებს აძლევს, ხო რომ ანუ თქვენ უნდა დარეკოთ, მანამ სანამ ზელენსკი ჩავა ვაშინგტონში, უნდა დარეკოთ წინადღით, უნდა მოითხოვოთ, რომ აი ჩვენ თქვით, რომ მზად ვართ, უნდა თქვათ, რომ მზად ხართ ღაზის მსგავსი თქვათ რაღაცა ხელშეკრულების განსახილველად. უნდა დაიწყოთ კომპლიმენტით ვლადიმერ პუტინმა უნდა თქვას, რომ დონალდ ტრამპი არის მშვიდობის ადამიანი და ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინმა საჯაროდ გააკეთა რეალურად. მან მიულოცა დონალდ ტრამპს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, მან თქვა, რომ გუწმელად აფასებს და მადლიერია დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევებს და ასე. და ზუსტად ზელენსკის ვიზიტამდე წინა დღით მოულოდნელად იმართება სატელეფონო საუბარი ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის, რომლის შედეგიც ხდება ეს შეუმდგარი სამიტი მოგვიანებით, როგორც გაირკვევა ბუდაპეშტში და ჩადის უკრაინული დელეგაცია მომდევნო დღეს და იმართება საკმაოდ დაძაბული და ცუდი შეხვედრა განსხვავებული მოლოდინით, ხო? ანუ განსხვავებული მოლოდინით ჩასული უკრაინელები, როგორც შემდეგ უკრაინელები იტყვიან, ჩვენ არ ვიყავით გავკვირვებულები იმით, რომ ტრამპის გუნება შეიცვალა, მაგრამ იმედგაცრუებულები დავრჩით, ხო? ანუ იმის ნაცვლად, რომ რაკეტებზე ყოფილიყო საუბარი ტომაჰავკებზე ახალ შეიარაღებას და ასე შემდეგ, ტრამპმა პრაქტიკულად გაიმეორა ის, რაც ხდება შემდეგ უკვე ამ ბოლო ერთ თვის განმავლობაში, რაც ხედავთ ოფიციალური მიდგომის დონეზე, რომ თქვენ ისედაც მარცხდებით, ამ ტერიტორიას ესედაც დაკარგავთ და ჯობია რომ დროზე მოვაწეროთ ხელი ხელშეკრულებას. ამ დროიდან მოყოლებული, ანუ ეს არის, ანუ საუბარი დგება პუტინსა და ვიტკოვს შორის, პუტინსა და ტრამპს შორის წინადღეს, შემდეგ ეს საუბარი და ამ დროიდან მოყოლებული უკრაინასა და ამერიკას შორის ისე ვთქვათ, რაღაცა იცვლება ეს დინამიკა ურთიერთობის და უფრო დაძაბული ხდება. ამის შემდეგ ერთ დეტალს დავამატებდი, არ შედგა ბუდაპეშტში შეხვედრა და ეს ბრალდება ლავროვს, რომ თითქოს მან რუბიოსთან რაღაცა თუნდაც ილაპარაკა ტელეფონზე უთხრა, რომ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, რუბიომ უთხრა, რომ მაშინ აზრი არ აქვს ამ შეხვედრას. ამის შემდეგ ლავროვი უჩინარდება ცოტა ხნით და ჩდება კითხვები, სად არის მის პოზიციებთან დაკავშირებით. ნუ ეს დავამატოთ. კი, ხო, ანუ ეს არის და ამას მოყვება 22 ოქტომბერს პირველი სანქციები დონალდ ტრამპის მეორე ვადის პერიოდში რუსეთის უმსხვილესი ნავსანავთობო კომპანიებისთვის. ანუ ეს არის მოცემულობა და ამის ფონზე პრაქტიკულად როგორც ჩვენ ხედავთ, უკვე 24 ოქტომბერს კირილ დიმიტრიევის ვიზიტი იწყება ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომელიც დასანქცირებულია 22 წლიდან და ვეივერი დაუწეს ეგრეთ წოდებული, რომ თქვა მიცეს უფლება ჩასვლის, ის ვიტკოვთან მაიამიში ატარებს რამდენიმე დღეს და სწორედ რამდენადაც შეგვიძლია უმჯერად უკვე უშაკოვის და დიმიტრიევის სატელეფონო საუბრიდან, რომელიც ბლუმბერგმა ასევე გამოაქვეყნა, რომელსაც უშაკოვი ეუბნება, რომ ჩვენ რასაც მივცემთ მათ, ეს უნდა იყოს მაქსიმალისტური ყველაფერი, რასაც გადავცემთ, იმიტომ რომ სხვანაირად აზრი არ აქვს და ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენ ეს დოკუმენტი მივცეთ და მათ შეძლონ მერე ამ დოკუმენტის წარმოქმნა როგორც თავიანთი შემოქმედების, ესე რომ ვთქვა. ხო, ანუ ჩვენ მივცემთ ჩვენ თავარ პრინციპულ საკითხებზე ჩვენს პოზიციებს და შემდეგ თუ რამეს დაამატებენ. აქ არის ახლა რამდენიმე დეტალი, მათ შორის იმ 28 პუნქტის შეთანხმებაშიც, რომელიც რა თქმა უნდა რუსეთის კენ იყო მიკერძოებული და რუსეთის ბევრად სასარგებლო, მე მაინც გონია რომ იყო პუნქტები, რომელიც პუტინისთვის მიუღებელი იქნებოდა. არის იქ თქვა შორეულ შეიარაღებაზე, არ იყო შეზღუდვები ნახსენები 600,000-ით უკრაინული არმიის შეზღუდვა რიცხოვნებით პუტინისთვის ასევე მიუღებელი იქნება. ანუ იქვე ამ უშაკოვის და დიმიტრიევის სატელეფონო საუბარში ისმის ესეთი ფრაზა, დიმიტრიევი ეუბნება უშაკოვს, რომ თუ კი ისინი არ აიღებენ სრულად ჩვენს აი ამ გეგმას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ჩვენ სურვილებთან მაქსიმალურად ახლოს, რამდენადაც შესაძლებელი არის. და რამდენადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მართლაც
იმ 28 პუნქტში იყო პუნქტები, რომელიც პრაქტიკულად იმეორებდა და ყველა შემზარავი რაც იყო ამ საუბრებიდან იყო ეს ტერიტორიული საკითხი, რომელიც არ გვიხსენებია, რომელსაც უიტკოფი ეუბნება უშაკოვს, რომ მე ვიცი რა იქნება საჭირო შეთანხმებისთვის, ეს იქნება დონეცკი და კიდევ თქვა შეიძლება სადღაც ტერიტორიების გასვლა დაგჭირდეს, ხო? და შემდეგ ნახეთ, რომ ეს 68 პუნქტში რაღაცნაირად გადავიდა. ანუ ეს არის და ამის შემდეგ უკვე ოქტომბრიდან მოყოლებული სადღაც 10 ნოემბერს სკდება სკანდალი უკრაინაში აი მინდიჩგეიტის ანუ კორუფციის დიდი სკანდალი ძალიან ესეთი მსხვილი და უსიამოვნო სკანდალი უკრაინაში რომელიც ასუსტებს ძალიან ზელენსკის და რამდენადაც შეგვიძლია უმსჯელო თქვა იგივე დასავლურ მედიაზე დაყნობით 18 ნოემბერს იმართება თეთრ სახლში შეხვედრა JD Vance-ის მოთხოვნით ამ შეხვედრას ესწრება თავად JD Vance ასევე სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის აპარატის უფროსი სუზი უაილსი, დონალდ ტრამპი და სტივ უიტკოფი და ამ წყაროს მიხედვით, ყოველ შემთხვევაში აქსიოსის წყაროს მიხედვით, ვენსმა და რუბიომ ერთად წარუდგინეს ტრამპს ეს 28 პუნქტიანი გეგმა და განუცხადეს, რომ აი ეს შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული game changer-ი. ხო, ამას შეიძლება მოიტანოს გარღვევა დოკუმენტმა. გამოდის ზელენსკი. იმავე დღეს აქსიოსი აქვეყნებს პირველ მასალას ამ გეგმის შესახებ და უკვე თუ არ ვთქვი 19-20 ნოემბერს დენ დრიშკოლი, რომელიც არმიის მდივანია, ანუ ეს არის პირველი სამოქალაქო პირი არმიაში, ეს არის სამხედრო პირი და არის რაც თავარია JD Vance-ის თანაკურსელი, ახლო მეგობარი, მისი პოლიტიკური ბანაკის და ერთი რაღაცა ინტელექტუალური სკოლის მოსწავლეები არიან, თუ შეიძლება ესე ითქვას. სწორედ მას, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა ვიზიტი დეკემბერში, ოღონდ ეს დეკემბერში უნდა გამართულიყო ეს ვიზიტი უკრაინაში, სწორედ მას ავალებენ ამ გეგმის ჩატანას კიევში და ამ დროიდან მოყოლებული კიევი ექცევა ზაფრი ესეთი პოლიტიკური და ინფორმაციული წნეხის ქვეშ, ხო, რომელზეც საუბარი არის 27 ნოემბრამდე უნდა მოაწეროთ ამ ხელშეკრულებას ხელი, თუ არა დაკარგავთ იმას რა ქვია და სადაზვერო დახმარებას, სამხედრო დახმარებას ასე შემდეგ. და ეს წნეხი ნარჩუნდება პრაქტიკულად ძალიან ესეთ მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს მარკო რუბიოს გამოჩენამდე ჟენევაში. ჟენევაში შემდეგ ხდება არა, აქ აღნიშნოთ, მე გამოდის ამ დიდი კორუფციული სკანდალის შემდეგ დასუსტებული ზელენსკი და აკეთებს ისეთივე წონის განცხადებას, არა რომ ჩვენ ანუ ღირსება უნდა დავთმოთ. კი, მაგრამ ანუ გამოხატავს მზაობას, რომ იმუშაოს ამ გეგმის მიმართულებით, ინარჩუნებს სიმშვიდეს, რამდენადაც შეიძლება, ანუ თუ შეგვიძლია ვთქვა ზელენსკის ადმინისტრაციამაც ამ დროის განმავლობაში ისწავლა დონალდ ტრამპთან როგორი ტიპის კომუნიკაცია უნდა აწყო, ხო, ანუ უიტკოფი რასაც ეუბნება უშაკოვს ამათაც ჰქონდათ ხო ეგ ცოდნა დაახლოებით როგორ და ხედავთ რომ ამ წნეხის ფონზე უკრაინამ რა თქმა უნდა არ დათმო თქვა რაღაცა ეს მისთვის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხები, მაგრამ დაიწყო განხილვა, ამის შემდეგ გამოდის უკვე ბლუმბერგის მასალა, სადაც არის ეს უშაკოვის, დმიტროვი და დმიტროვის გადამუშავებული 28 პუნქტიანი გეგმა, რომელიც Financial Times-ის ინფორმაციით დასულია 19 პუნქტამდე. პუტინი იძახის, რომ ეს 28 პუნქტი გაყოფილია 4 ნაწილად, ტრამპი იძახის, რომ 19-ის ნაცვლად არის 22 და ეს არ იყო გეგმა, ეს იყო ზოგადად კონცეფცია ამ შეთანხმების და ვიცით, რომ ყველაზე ესეთი მტკივნეული საკითხები, რაც იყო, თქვათ, იგივე ნატოში გაწევრიანების კუთხით, ასევე ტერიტორიული დათმობების კუთხით, გატანილია ამ დროისთვის ჭყალებს მიღმა და დატოვებულია ტრამპსა და ზელენსკის შორის შეთანხმებისთვის. სწორედ მათ უნდა გააწყობონ ეს ყველაზე მტკივნეული საკითხი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. აკას გრძელი ისტორია იყო, იმიტომ რომ ყოველდღე რაღაცა ხდებოდა, ყოველდღე თუ არა კვირაში ორჯერ მაინც. ეხლა გადავიდეთ ანალიზზე. ხო, პირველი აი საინტერესოა როგორ ვინ გავრცელა ეს სატელეფონო საუბარი, ხო, დმიტრევსა და ვიტკოფ შორის და ვინ გადაიჭირა, ასე ვთქვათ, ვის ჩაუვარდა ხელში და შემდეგ ვიტკოვსა და შემდეგ დმიტრევსა და უშაკოვ შორის. უშაკოვმა დაადასტურა, რომ კი, ახლა მას კომუნიკაცია მაგ ესეთი რამეს მithავს. დიმიტრიევმა ეგრევე უარყო ფეიკით გააზიარა ეს ბლუმბერგის მასალა და შემდეგ დღეს უშაკოვმა ავტობუსის ქვეშ შეაგდო როგორც სიტყვია და თქვა რომ კი საუბრობთ. ხო, აი ეხლა მოდი ამ ტექნიკური დეტალიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს საინტერესოა, ვინ გააკეთა ეს
ნუ რა წყაროები, ანუ ვის შეიძლება და გაეკეთებინა გიორგი. მოდი რა ვარიანტებს არსებობს? ნუ არის ვარიანტი უკრაინელების გაკეთებული, არის ვარიანტი ამბობენ ევროპული რომელიმე სადაზვერვო სააგენტოს გაკეთებული შეიძლება იყოს, იმიტომ ევროპელებს არ სურთ ეს პროცესი, ეს უფრო რუსები ამბობენ ამას და ნუ არის ვარიანტი, თავად ამერიკის შიგნიდან არის ვიღაცის გაკეთებული. ახლა მე ძალიან გამიჭირდება ამის თქმა, ვინ შეიძლება იყოს, თუმცა თავისთავად ეს ჩანაწერები ძალიან დიდი სკანდალია, ხო? და ეს ჩანაწერები, თუმცა აი თავიდან მოლოდინი იყო, ეს ჩანაწერები ძალიან დაასუსტებდა ვიტკოფის პოზიციებს და მას ან დასჭიდნენ, ან შენიშვნას მაინც მისცემდნენ, ან და ტრამპმა დაიცვა. ტრამპმა თვითმფრინავ Air Force One-ში პირდაპირ თქვა, რომ ესო ჩვეულებრივი პრაქტიკა არისო და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავ. ჩვეულებრივი ოღონდ პრაქტიკა არ არის ის, ხოთა შორის მაკფოლმა დაწერა, რომ მე ყოველთვისო ვეუბნებოდიო ჩემს პრეზიდენტს ობამასო, როგორ უნდა ელაპარაკა პუტინთან და პუტინისთვის არასოდეს არ მითქოს როგორ უნდა ელაპარაკა და რა იყოს უსტი წერტილი. კისინჯერსა და დობრინის შორის იყო ეგეთ სკანდალური საუბარი, მე მგონი 70-იან წლებში, როდესაც სტარტის იმაზე იყო ხელშეკრულებაზე იყო საუბარი და კისინჯერი უწევდა თითქოს ესეთ არასამუშაო გარემოში ხდებოდა და ამაზე იყო უზარმაზარი სკანდალი და კისინჯერი ძალიან დაზიანდა. ცივი ომის დროს ეს ყველაფერი უკვე დასრულდებოდა გადადგომების ხომაღალი სერიით. კისინჯერს მაგალითად იმას აპრელებდნენ, რომ საერთოდ ჯონსონის დამარცხებაზე მუშაობდა და პრაქტიკულად ღალატში არ დანაშაულებდნენ მაგის გამო. ხო, და მე გიორგი კარგად შეკრავს ამ ამბავს. ხო, აქედან გამომდინარე, ახლა ჩვენ ვნახეთ ადმინისტრაციის რეაქცია, რაც არის მეორე მხრივ იყო ასევე. თუმცა იყო რომ აი რუბიოსა და ვიტკოფს შორის ესეც ხო გადაჭარბებულია ეს წარმოდგენა, იმიტომ თვითონ რუბიო ყოველ დღე გამოდის და იმას ეძახის, რომ მე არავის ყველაფერში ვეთანხმები ამას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შიგნი არ არსებობს დაძაბულობა. ეხლა ვიტკოფი რომ რუბიოს ამაზე რაღაცა ვთქვათ რუბიოს გვერდით დგას უკვე პრობლემაა, ხო? არა, იცი წამე დაძაბულობას არ ვეძახით, რუბიო ეხა შიგნით იქ რას ამბობს, რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიცით და ამის გამჭვეტა ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ საჯარო პოზიციონირებაში ის ყოველთვის არ დასტურებს, იმიტომ რომ მის პოზიციებს ძალიან ასუსტებს ეს მედია, რასაც წერს, რომ ორი ბანაკი არსებობს, ეს პროუკრაინულია, ის ანტიუკრაინულია, ესეთი პოზიციონირება მას უსუსტებს პოზიციებს დღესაც და მით უმეტეს 2028-ში თუ ის უყურებს თავის საპრეზიდენტო ამბიციებს. ამიტომ ვიტკოფის პრობლემაა. მისთვის პრობლემა არ არის ვიტკოფი, ჩემი აზრით ეს არის ეგეთი სტრუქტურა შექმნა ტრამპმა. სახელმწიფო მდივანი არის ესე ვთქვათ ფორმალური საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დადის შეხვედრებზე, ესწრება სამიტებს, ასევე მას აქვს პრიორიტეტი მინიჭებული ლათინური ამერიკის პოლიტიკის კურატორია და ვენესუელის, მაგრამ არის სხვა საკითხები, რომლებსაც განსაზღვრავენ სხვა ადამიანები, რომლებსაც უფრო ენდობა. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში კუშნერი და ვიტკოფი, მერე ახლო აღმოსავლეთში ვიტკოფმა მას შედეგი დაუდო ორი სამშვიდობო ორი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სახით და ეხა მას უფრო მეტი ინდობა დამსახურება იყო ესა? მათ შორის ვიტკოფის დამსახურებაც იყო და მათ შორის კუშნერის დამსახურებაც იყო, რა თქმა უნდა. და მერე უკვე ეს ნდობის მანდატი მათ მიიღეს და გაგრძელდა ეს, თუ აქ დადეს შედეგი, მოდი მივცეთ შანსი რუსეთის საკითხს და უკრაინის საკითხს და ბუნებრივ ეხა რუბიო ამ ამბისგან არის დისტანცებული. ჩემი აზრით მან არ იცოდა ეს ყველაფერი და მისი ეს რეაქცია სენატორებს თავიდან უთხრა, რომ ეს რუსების სურვილების ზეა არისო და მერე უკვე საჯარო პოზიცია. აი ხომ მოდი ეს კიდე უფრო კარგად დაუხსენი მაყურებელს. როდესაც დაილიქა, გამოქვეყნა ეს გეგმა, მალევე გავრცელდა განცხადება ორი რესპუბლიკელი სენატორის, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ ვესაუბრეთ მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივანს და მან გვიცხადა, რომ ეს არის რაღაც დიდი სამშვიდობო გეგმა და მით უმეტეს ჩვენი გეგმა, ეს უბრალოდ რუსების სურვილების სია, რომელიც გამოგვიგზავნეს, რომ მე ეს მათ საჯაროდ თქვეს და მალევე უკვე რუბიო წერს საჯაროდ ტვიტერზე, რომ ეს არის ჩვენი გეგმა. ხო, ანუ მაინც არ იყო საქმის კურსი, ანუ პრობლემაა. ძალიან დიდი პრობლემაა. ანუ პრობლემაა ვიტკოფსა და რუბიოს შორის, ანუ რუბიოსთვის ვიტკოფი არის პრობლემა. ვიტკოფია ტრამპია პრობლემა, რომელმაც არა, ტრამპი გასაგები, ანუ ეხლა ტრამპს ვერაფერს ვერ უზავს, მაგრამ ხო, მაგრამ ვიტკოფი შეიძლება შეუძლია რომ რაღაცნაირად ჩამოაშოროს თუ სწორად იმოქმედებს. შეუძლია რუბიო უცხო სხეულია ამ ადმინისტრაციისთვის. ის ითვლება მაგასის, ის არის მაგასის გარედან მოსული ადამიანი, რომელიც ტრამპს ეძახდა კლოუნს და კიდე 1000 საშინელებას. ჯეიდიმის პროგრამას ეძახდა. ხო, თუმცა მე პირიქით ინტეგრირდა ამ მაგაში ძალიან კარგად, მაგრამ ის ვერაზოს ვერ იქნება ისეთი პოპულარული ამ
ძირითადად ელექტორატში რესპუბლიკური პარტიის, რომ ანუ და მეორეს ასთავად ეს ხო ნდობის საკითხით წყდება. ტრამპი რომ ვიტკოფზე მეტად რუბიოს ენდობოდეს ამ საკითხზე მასანდობდა ხო ამ მოლაპარაკებების წარმართოს, იმიტომ რომ რუბიოს რუსები ეგრე არ დაელაპარაკებენ, იმიტომ რომ მას იმდენად ხისტი პოზიციები აქვს წარსულში რუსეთზე დაფიქსირებული, როდესაც სენატორი იყო, წარმოუდგენელია ის მასთან ესეთ მოლაპარაკებებში საერთოდ შევიდნენ მაინც, რასაც ახლა ვიტკოფი აწარმოებს. აქედან გამომდინარე ვიტკოფი ძალიან ბუნებრივი კანდიდატურაა, რომ იყოს მომლაპარაკებელი ამ საკითხზე. თუ ის ხედვა გაქვს, რაც ტრამპის ადმინისტრაციას აქვს. გიორგი, ხაშა, იმიტომ რომ ჯერ მე მგონი არ არსებობს ამ თუნდაც ამერიკის ისტორიაში ან რომელიმე დიდი ევროპული ქვეყნის ისტორიაში ის რომ ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური პოზიციები ქონდეს ადამიანს, რომელიც მოდის უძრავი ქონების ბიზნესიდან და არანაირი გამოცდილება არ აქვს ამ მიმართულებით, ხო? ეს რაღაცა შოკი იყო ვიტკოფის დანიშვნა, ახლა მე რასაც უყურებდი ჟურნალი მედიისთვისაც და ყველასთვის, რომ ვინ არის ეს კაცი, რომელმაც ანუ არ იცის როგორ უნდა აწარმოოს დიპლომატიური მოლაპარაკებები, რომ ამ კაცს აქვს ჩაბარებული ყველაზე მნიშვნელოვანი თემის მოგვარება, რასაც ქვია ახლა უკრაინის ომი. დიპლომატიაში არის დამკვიდრებული ესეთი პრაქტიკა, განსაკუთრებით ამერიკულ დიპლომატიაში, რომ როდესაც მაგალითად არა დიპლომატებს ენიჭებათ გარკვეული ფუნქცია წარმოადგინონ უშუალოდ პრეზიდენტი. საერთოდ დიპლომატებს ეს არ უყვართ, არც ერთ ქვეყანაში, მაგრამ ამერიკაში არის მიღებული პოლიტიკური დანიშვნების პრაქტიკა. მათ შორის ელჩებად. ყველა წამყვან ქვეყანაში ამერიკის ელჩი არის პოლიტიკური დანიშვნა, რაც ნიშნავს რომ ეს რაც ნიშნავს რომ ეს კაცი კი არ არის გამოცდილი დიპლომატიაში, მაგრამ მას ყავს უზარმაზარი აპარატი საელჩო სახით, ყველა სადაც არის გამოცდილი დიპლომატი და ერთი დადებითი მხარე რაც შეიძლება ამას ჰქონდეს და ყოველთვის არ აქვს ცნობისთვის, არის ის რომ აი მიმღები ქვეყნისთვის ეს კაცი შეიძლება იყოს მოკლე გზა პრეზიდენტთან რაღაცა გზავნილის მისაცემად. ხო, მაგრამ უფრო პოლიტიკოსები არ მახსოვს ესეთი ბიზნესიდანაც არიან, ბანკირებიც არიან და ასე შემდეგ. ოღონდ საბოლოო ჯამში საქმეს მაინც აკეთებენ დიპლომატები და სპეცწარმოადგენელის ცნებაც არაერთ ქვეყანაში არსებობს. ესეც დიპლომატებს საგარეო უწყებებს ძალიან არ მოწონთ ხოლმე, როდესაც მათ მიღმა ხდება მოლაპარაკებები საკუთარ გრძნობიარე საკითხებზე. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ სპეცწარმოადგენლობის მთელ ფენომენს ის დადებითი მხარე შეიძლება ჰქონდეს, რომ ამგვარი ადამიანი თუნდაც კონკრეტული დიპლომატიური გამოცდილების გარეშე წარმოადგენს მოკლე გზას პრეზიდენტთან ურთიერთობაში. ამგვარი სპეცწარმოადგენელი პირველია ყოფილად პოლიტიკოსები, ყოველთვის თითქმის ეს არიან ხოლმე პოლიტიკოსები, სენატორები, ყველაზე ხშირად. ეს უფრო მახსენდება ვიდრე. მაგალითის მოგიყვანთ, ბილ კლინტონის სპეციალური წარმომადგენელი ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო მოლაპარაკებებში იყო სენატორი მიჩელი. ხო, პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობთ. მაინდამაინც დიპლომატებზე კი არა, პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ, ხო. სულ მცირე ისინი შეიძლება არ იყვნენ დიპლომატები, მაგრამ შეიძლება ისინი აუცილებლად ყოველთვის იყვნენ პოლიტიკოსები. ხო, ეგ იყო ამგვარი რამ რომ მოდი ჩემი ძმაკაცი, რომელიც მე მიგვარებს რაღაც უძრავი ქონების საკითხებს, გავაგზავნო პუტინთან და სხვებთან სალაპარაკოდ, ეს სრულად უპრეცედენტო მოვლენა არის. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ არის პრობლემა იმდენად ვიტკოფის დიპლომატიურ გამოუცდელობაში, რამდენადაც საერთოდ იმ პრინციპებზე უარის თქმაში, რომელიც გულისხმობს, რომ შენ მოქმედებს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე და არა შენი ძმაკაცისთვის რაღაცა პრობლემის მოსაგვარებლად. და მე მინდა ჩამოვაყალიბოთ ვინ რა პოზიციებიდან და ინტერესიდან უდგება ამ მოლაპარაკებებს და რუსეთიდან დავიწყოთ და მე მგონია რომ ყველა თანხმდებით რომ ეს 28 პუნქტიანი გეგმა ბჭყალებში სინამდვილეში მართლაც იყო რუსეთის სურვილების სია. ხო, რუბიოც ამას ამბობდა, სადამ საქმის ხურში ჩააყენებდა. მე იზოლებული გახდა რომ შეეცვალოთ. ოღონდ აქაც ერთ თავისებურება არსებობს. ეს სულაც არ ნიშნავს რომ უკრაინა რომ წარმოუდგენლად დათანხმებული იყო ამ
მთელ გეგმას ამის ნაწილს, რომ რუსეთი ამას მიიღებდა. მე სულაც არ არის პუტინისთვის რეალურად პუტინისგან რეალური შეთავაზება. ჩემი აზრით, ეს იყო ტაქტიკური ნაბიჯი იმისათვის, რომ ტრამპის მხრიდან გაჟღერებულიყო ისეთი მორიგი გეგმა, რომელზედაც იტყოდა უკრაინა უარს. და შესაბამისად მე უკრაინა იქნებოდა, რომელიც აფერხებს სამშვიდობო პროცესს. ეს არის დიდი ხნის განმავლობაში რუსული სტრატეგია, რომ უკრაინამ დაკარგოს სამხედრო, სადაზვერვო და პოლიტიკური მხარდაჭერა პირველ რიგში შეერთებული შტატების მხრიდან, რადგან ევროპა სრული შემთხვევაშიც არ გააჩნია საკმარისი რესურსი, რომ ჩაანაცვლოს შეერთებული შტატები და მარტო დაეხმაროს უკრაინას იმ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფდა სუმცირე ფრონტის სტაბილურობას. ასე რომ ეს არის სტრატეგიული ამოცანა რუსებისთვის, რომ უკრაინამ დაკარგოს შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერა და ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩემი აზრით სწორედ ეს იყო, რომ უკრაინას უარი ეთქვა ამაზე და ის აღმოჩენილიყო კიდევ ერთხელ ტრამპის მხრიდან წნეხის ქვეშ. ასე რომ რუსეთის ინტერესი ჩემი აზრით აქ ძალიან მარტივია. ეს იცის უკრაინა. ეს უკრაინამაც იცის, წესით ამერიკელებიც უნდა იცოდნენ, უბრალოდ მოდით ახლა ამერიკელების ინტერესებს ტრამპის ინტერესი საერთოდაც არ არის სამართლიანი მშვიდობა, არ არის მით უმეტეს დემოკრატიული სამყაროს დაცვა. მე მგონია, რომ უკვე არაერთხელ აქვს მას გამოხატული, რომ ის საკუთარ თავს არ თვლის თავისუფალი სამყაროს ლიდერად, როგორც აქამდე ყოველთვის ითვლებოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მას ლოზუნგადაც აქვს განცხადებული America First, ამერიკა უპირველეს ყოვლისა ლამაზად ჟღერს, მაგრამ გულისხმობს ძალიან მახინჯ რეალობას, როდესაც მაგალითად და ეს თავად ამერიკის ინტერესსაც აზიანებს. როდესაც შენ ამერიკას გამოყოფ თავისი მოკავშირეებისგან, როდესაც შენს მოკავშირეებს უწესებ სავაჭრო ბარიერებს, მაშინ როდესაც აცხადებ, რომ შენ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს მზარდი ჩინური გავლენები მსოფლიოში, ეს ზუსტად ამერიკის ინტერესების დამაზიანებელია, რადგან მოკავშირეების გარეშე არასერიოზულია ჩინეთისთვის კონკურენციის გაწევის მცდელობა. მისი ყველაზე მარტივად დასანახი მიზანი არის ნებისმიერ ფასად გამოცხადება, რომ მიღწეულია მშვიდობა, მათ შორის უკრაინის მიერ ტერიტორიული დანაკარგების, სუვერენიტეტის დაკარგვის, იმიტომ რომ ამ გეგმაში პირდაპირ წერია ისეთი რამ, რასაც აკისრებენ ხოლმე აგრესორ ქვეყანას მისი დამარცხების შემდეგ გამარჯვებულები. აი მაგალითად ორჯერ დაეკისრა მსგავსი სასჯელი გერმანიას ორივე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ტერიტორიებიც დააკარგინეს, დაუწესეს შეზღუდვები შეიარაღებაზე, ჯარის რაოდენობაზე და პრაქტიკულად პოლიტიკური სისტემაც ერთგვარად გარედან იქნა მოხეული, რომ ეს უნდა ყოფილიყო პაციფისტური სახელმწიფო რაღაც. მე ეხლა საყვედურობენ პერიოდულად სხვათა შორის იგივე ტრამპი გერმანიას, რომ შენ არ იქცევი როგორც ნამდვილი ნატოს წევრი. ეგრე იყო ჩაფიქრებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, რომ არ ყოფილიყო არ გამხდარიყო მილიტარისტულად. ასე რომ ნებისმიერ ფასად იმის გამოცხადება, რომ მშვიდობას კიდევ ერთხელ სადღაც მიაღწია ტრამპმა და ამ პროცესში კიდევ აშკარა არის, რომ აქვს რაღაცა ფინანსური ინტერესი და ეს არ არის რაღაცა შეთქმულების თეორიიდან გამოჟონული ამბავი, პირდაპირ იგივე ამ ხელშეკრულებაში დებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს ფინანსური სარგებელი იმ სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფის გარანტიით. გარდა იმისა, რომ იგივე ვიტკოფისა და კუშნერის ახლო აღმოსავლური მოლაპარაკებიც აშკარად გამოსცემ ძალიან ძაფრ სუნს იმისა, რომ იქ რაღაცა დიდ ფინანსურ ინტერესებზე არის კერძოზე, არა ამერიკულზე. ანუ გამოცემა აღარ ქვია ამას, პირდაპირ ვთქვათ, წინა პირველ ვადაში კუშნერმა საუდის არაბეთის სახელმწიფო ფონდისგან მიიღო მილიარდზე მეტი, ასევე 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. ვიტკოფ და ეხა ბინებს და უზაური ქონების პროექტებს ახორციელებს მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაშიც.
რაც შეეხება ვიტკოფის კომპანიები კოტრდებოდა და კატარელებმა გადაარჩინეს ამ ძალიან დიდი ინვესტიციით მათი სახელმწიფო კომპანიებიდან და ამით ის გახდა კატარელების მთავარი მოსაუბრე ვაშინგტონში. ძალიან კონკრეტულ რაღაცაზე ვსაუბრობ. ბონდი ასევე გენერალური პროკურორი ოფიციალურად იყო ფარაში რეგისტრირებული როგორც კატარის აგენტი, იმიტომ რომ კატარელებისგან ფულს იღებდა. კი ბატონო. ასე რომ აქ мотивация სამწუხაროდ არის ძალიან შორს ამერიკის ეროვნული ინტერესებისგან და მით უმეტეს იმ როლისგან, რომელსაც საერთოდ ტრადიციულად შეერთებული შტატები თამაშობდა საერთაშორისო ურთიერთობებში. მით უმეტეს ეს არ არის რაღაცა ორ შორეულ სახელმწიფოს შორის არსებული კონფლიქტი, რომელშიც შეერთებულმა შტატებმა შეიძლება შეასრულოს ნეიტრალური არბიტრის როლი. ლაპარაკი არის ამერიკის და დასავლეთის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოკავშირის დაცვაზე ამერიკის ტრადიციული მტრისგან და მოწინააღმდეგისგან და რამდენიც არ უნდა მოელაპარაკო ნებისმიერ რუსეთის კონკრეტულ ადმინისტრაციას და პუტინი დღეს არის რუსეთი. მხოლოდ ის არის რუსეთი. იმის მიღწევა რომ რუსეთი უცბად გარდაიქმნას ამერიკის მოძულე მთავარი მოწინააღმდეგისგან მოკავშირედ, ახლა აი ძალიან ფანტაზიის ან ჩინეთის წინააღმდეგ მოკავშირედ, რაც კომიკურია. ხო, ცნობისთვის აგერ კისინჯერი ვახსენეთ და კისინჯერის კისინჯერმა დაგღუპა და თავარ დამსახურებად ჩინეთის გაძლიერება ნეიტრალური არ ყველა მკითხველმა იცის, ვისაც ქართულად წაკითხული აქვს დიპლომატია, ჩემი ნათარგმნია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე კისინჯერის მოციქული ვარ. კისინჯერის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ითვლება ეს სამკუთხა დიპლომატია, როდესაც მან ჯერ ჩინეთთან დაალაგა შეერთებული შტატების ურთიერთობები ჭყალებში დაალაგა, ანუ კომუნისტური არალეგიტიმური ხელისუფლება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღიარებინა შეერთებულ შტატებს და მე ამას მოყვა მთელი დანარჩენი დასავლური სამყარო ამის შედეგად გაუხსნა ამერიკული ბაზარი და ამან გახადა ჩინეთი ის ეკონომიკური მონსტრი, რომელთაც ის იქცა შემდეგ. მაგიტო ვამბობ, მაგან დაგღუპა. ხო, რატომ გააკეთა? ვითომ უნდა გაიყო ერთმანეთისგან საბჭოთა კავშირი და ჩინეთი, რომლებიც არ იყვნენ გასაყოფილები, რომლებიც გაყოფილები იყვნენ, რომლებიც მოკავშირეები არ ყოფილა, მტრები იყვნენ 79 წელს ცხელ კომპლექსში გამოიხატა ეს დაპირისპირება და არ არსებული ალიანსი გაყო ვითომ. დღეს რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობა ბევრ უფრო მჭიდროა. ოღონდ აქაც არანაირი გაყოფა არ მოხდება. რუსეთი მიიღებს ყველა იმ დათმობას, რომელსაც მას შესთავაზება, მაგრამ ეს არ შეცვლის ნებისმიერი რუსული ხელისუფლებისთვის აუცილებლობას, რომ თავისი მოსახლეობისთვის დასავლეთს წარმოაჩენდეს მტრად. ძალიან კომფორტული მტერია სხვათა შორის ეს დასავლეთი, იმიტომ რომ ზუსტად იცის რომ თავს მართლა არ დაესხმება. ჩინეთს პირდაპირ ინტერესი აქვს რუსეთის მიმართ, რომელიც სულაც არ არის უსაფრთხო რუსეთისთვის. პირველი ეს არის ძალიან ხანგრძლივი ჩინური მეხსიერება რუსეთის მიერ წართმეული ტერიტორიების შესახებ, ეს ერთი ეს ისტორიული მეხსიერება რუსეთს, რომელსაც ესე მწვავეთა აქვს რაღაცებზე, ეს ფანტომური ტკივილები დაკარგული იმპერიული ტერიტორიებს. ეს ჩინეთის ეროვნული ტერიტორია არის, რომელიც რუსეთმა წაართვა, როდესაც ჩინეთი სუსტი იყო მე-19 საუკუნიდან მოყოლებული. მეორე ჩინეთისთვის რესურსების კრიტიკული დეფიციტი, რომელიც რუსეთს აქვს უკიდეგანოდ და უზომოდ განსაკუთრებით იმ ტერიტორიებს, რომელიც საერთოდ დაუსახლებელია და ჩინეთს ემიჯნება. ყოველთვის ურჩევ ხოლმე ჩემს სტუდენტებს შეადარონ ფოტოები რუსული საბჭოთა დასახლებებისა ჩინეთის საზღვარზე 90-იანი წლების ბოლოს და იქით გადაღმა ჩინური სოფლები და 30 წლის შემდეგ ჩინური მეგაქალაქები იმავე სოფლების ადგილას და დამპალი ნარჩენები იმ დასახლებებში. ეხლა ჩინეთს რომ ხო, ჩინეთი რეალურად არის საფრთხე რუსეთისთვის და პრობლემა და თავისი მოსახლეობის დასარწმუნებლად რომ ვიღაცისგან უნდა დაიცვას თავი რეჟიმმა, რა თქმა უნდა, ბევრ უფრო კომფორტულია დასავლეთი. რატომ ჭირდება? იმიტომ რომ სხვანაირად არ იცის მართვა. სხვანაირად არ ექნება მას გამართლება იმისა, რომ მთელი ძალაუფლება აქვს ვიღაცა ერთ ტიპს
და 25 წლის განმავლობაში მან ვერ გადაწყვიტა ყველაზე ელემენტარული გიორგი, მოდით დავბრუნდეთ ამ თემაზე. აი 2 წუთი მინდა უბრალოდ დავამატებ ტრამპის აი რაც თქვენ დაიწყეთ მაგას გავაგზავნოთ რა არის რაციონალიზაცია ტრამპის ამ პოლიტიკის. აი ამ უკაცრავად და ბარემ რო ესეც რომ მიამატო რასაც მეტყვი აი ამ საუბრებიდან მართლა ისე ჩანს რომ ვიტკოფი რუსეთზე მუშაობს. რომ იმას, ანუ ჩანს რა თვალსაზრისით, როცა ეუბნები რა არის შენი პრეზიდენტის სუსტი წერტილი, როგორ უნდა ელაპარაკო, იმიტომ რომ შენი ინტერესები გაიტანო, რა ვიცი, მეტი ეხა შეიძლება პირდაპირ არ მუშაობს, მაგრამ მისი ინტერესები რუსეთის ინტერესებზე ზრუნავს, ხო? როგორც ერთ-ერთმა კონგრესმენმა თქვა, მგონი რომ დახელფასებული აგენტი ნაკლებს გააკეთებდა ამაზე. ხო, ანუ ეს არ არის აუცილებელი, მაგრამ გაფორმებული იდიოტი შეგვიძლია ხო, ანუ რა ინტერესები ამოძრავებს? ხო, ეხა ეს ამერიკის ადმინისტრაციის ძირითადი мотиваცია რა არის? ეს მინდა ვთქვა, რომ ტრამპი გავიგეთ, მალე უნდა დაამთავროს ომი, თulis რომ ამით დიდ საქმეს გააკეთებს, ნობელის პრემიას მიიღებს, ეს ყველას დაასრულებს. იწურება დასახელების, კანდიდატების დასახელების ვადა და ხო, ეხლა მე მგონია ამის რაციონალიზაცია რაც ხდება მე მარჯვენა წლებში ამერიკის არის რომ ერთი რომ ამერიკა არის ძალიან გადაფანტული და overstretched ყველაფერზე მთელ მსოფლიოში და იმ შიდა პოლიტიკური პრობლემების მათ შორის ეკონომიკური გამოწვევების და სხვა პრობლემების გამო ჩვენ არ გვაქვს რესურსი მსოფლიოს ყველა წერტილში ვიყოთ. შესაბამისად, თუ ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოწინააღმდეგე არის ჩინეთი და არის და ეკონომიკურადაც ჩვენი მთავარი კონკურენტია და თუ შევთანხმდით იმაზე, რაზეც ისინი თანხმდებიან, რომ რუსეთი აღარ არის გლობალური ძალა და მხოლოდ რეგიონალურია და ჩინეთია გლობალური მთავარი ჩვენი მოწინააღმდეგე, მოდი მაშინ ეს ომი როგორღაც ნებისმიერ პირობებით დავასრულოთ, იქ ფული აღარ ვხარჯოთ და ეს მათ შორის ამერიკის სამხედრო რესურსები რაც არის ნატოს წევრ ქვეყნებში ესენიც ან შევამციროთ ან გამოვიყვანოთ და მთელი ძალისხმევა მივმართოთ ჩინეთისკენ. ეს არის ერთგვარი რაციონალიზაცია მათეს მხრიდან. მეორე არის ის რომ ეს ტრადიციული პოპულისტური კამპანია რომელიც მიმდინარეობდა ომის დაწყებიდან დღემდე რომ ჩვენ მილიარდებს ვხარჯავთ და არ ვიცით სად მიდის რაც ტყუილია ძალიან კარგად იციან სადაც მიდის ის იარაღი ძირითადად ამერიკა უფრო მეტად სამხედრო დახმარებას აწვდიდა უკრაინას ვიდრე სამოქალაქოს უკრაინის სამოქალაქო საჭიროებებს და საბიუჯეტო დეფიციტს ევროკავშირი ავსებს და ეს არის წელიწადში მათ 60 მილიარდამდე რომლითაც იხდის მე უკრაინა პენსიებს ჯანდაცვას და ასე შემდეგ და ეს ამერიკული სამხედრო დახმარება სად მიდიოდა ძალიან კარგად იციან პენტაგონში, იმიტომ რომ კიევში ისხდა ხალხი, ვინც ამოწმებდა და მონიტორინგს უწევდა ამ ყველაფერს, ხო? ეს დახმარება მართლა გააჩერეს, მე ვიცით, რომ ეხა ტრამპი პირდაპირ უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ უწევს, არსებობს ნატოს მექანიზმი, რომლითაც ნატოს წევრი ქვეყნები ფულს იხდიან და ყიდულობენ. ოღონდ მოცულობა არის ბევრად ნაკლები, ვიდრე იყო ბაიდენის დროს, ხო? ეს იყო ბევრად მეტი და ეს უკვე ფრონტზე არსებულ ვითარებაში აისახა. ანუ ეს პოპულიზმი, რომელიც ძალიან კარგად აჭამა თავის ამომრჩეველს ტრამპმა და მათში ქვემოდანაც იყო ეს მოთხოვნა, რომ გარეთ აღარ დავხარჯოთ ამდენი ფული, ამუშავდა და ეს დაპირება შეუსრულა მათ. ოღონდ აქ არის ერთი ძალიან დიდი არათანმიმდევრობა. ის კონგრესმენები, რომლებიც ეძახიან, რომ უკრაინაში 11 თეთრი არ უნდა დავხარჯოთო, მე აი 5 წუთის მერე ისევ გამოვლენ ის კონგრესმენები და სენატორები და იტყვიან, რომ ისრაელს მილიარდები უნდა გაუგზავნოთ და იგივე არგუმენტებს ამბობენ, რომ ეს ისრაელის ფული არ არის, ეს ფული ჩვენ სამხედრო ინდუსტრიაში მიდის, სამუშაო ადგილებს ქვნის. ოღონდ ეს არგუმენტები უკრაინის დახმარებაზე არ მუშაობს ატომღაც, ხო? ამიტომ ეს ორი мотиваცია ჩემი აზრით, რაც არის, რომ ერთი ჩინეთზე კონცენტრირდეს და მეორე თეთრი აღარ დავხარჯოთ ამერიკის გარეთ და მესამე ძალიან მნიშვნელოვანია ტრამპის პირადი мотиваცია ნებისმიერ ფასად მივაღწიო რომ იმდეხანს გაჩერდეს ცეცხლი რომ მე მივიღო ნობელის პრემია ეს არის მისი მთავარი პირადი мотиваცია და პირადი мотиваციები ძალიან დიდ როლს თამაშობს მათ შორის ფინანსური დაინტერესებებით. რადგან ისაუბრა ამ ჩინეთ-რუსეთის ალიანსზე ანუ ეს ხა მე პირადად ერთადერთი რაღაც მიყვარს როგორ გახდა ეს მოსაზრება ესეთი დომინანტი რესპუბლიკური პარტიის ელიტაში, რაზეც ახლა თქვენ საუბრობდით, რომ შეიძლება რაღაცნაირად უკრაინაში ომის ნებისმიერ პირობებით დასრულებით ამ ალიანსის დაშლა, იმიტომ რომ პირიქით მე რა ხედვაც მაქვს და მე მგონი ესა ტრადიციული კონსერვატორული ხედვა თუ ნიანგს მიცემს საშუალებას რომ სხვაებრი შეჭამოს, მე ეს სხვა ნიანგისთვისაც мотиваცია გახდება. ხო, ანუ ტაივანის თემა დამოკლეს უკრაინაში ყველაფერს მიაწევინებენ. მე ეხა მაინც მინდა უკრაინაზე ფოკუსირება, იმიტომ რომ რამდენიმე თემა გვაქვს. ერთია
როგორ იქცევა ეხა უკრაინა, რა ხდება ეხა მოლაპარაკებებზე, მეორე კორუფციული სკანდალი და მესამე სხვათა შორის JD Vance-მაც რაც თქვა და ეს ჰაერში ტრიალებს ბევრი არ ამბობს ამაზე, ესეც საინტერესო ამაზე ვილაპარაკოთ. რეალურად რა არის რეალისტური სცენარი უკრაინისთვის ყველაზე კარგი? ანუ ეს ჯერ არ ვიცით, მაგრამ ვანსი ლაპარაკობდა იმაზე, რომ აი რეალურ სამყაროში უნდა დავბრუნდეთ, რომ რაღაცა რეალისტურ მიზნებზე უნდა ვილაპარაკოთ და არა ვერ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ უკრაინა მთლიანად დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები ყირიმის ჩათვლით, რასაკვირველია ის იქნებოდა აბსოლუტურად იდეალური სცენარი, მაგრამ ჩვენ ანუ ეს არ უთქვია ვანს, მაგრამ ჩვენ არ ვართ რაღაცა გამოგონილ სამყაროში, ვართ რეალურ სამყაროში. ამიტომ ძალიან მინდა რომ ამ თემებზე ვკონცენტრირდეთ, თუმცა ეს ჩინეთის თემის შემოტანა უმნიშვნელოვანესია დიდი კონტექსტის და დიდი სურათის ტრამპის ადმინისტრაციის საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან ძალიან დიდ რაღაცაში. რაც უფრო მეტად უპირისპირდებიან უკრაინის ხელისუფლებას და ევროკავშირს და რუსეთს აჩვენებენ, რომ აი ამერიკა და ესენი ერთმანეთთან და კონფლიქტში არიან და რაც უფრო მეტად უმცირებენ დახმარებას უკრაინას, ამით პუტინს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევენ, რომ გააგრძელოს ომი. რასაკვირველია. აი, ეხლა რა ხდება, ის რომ გავაგრძელოთ ამბავი, ანუ ჟენევიდან მოყოლებული, სადაც მომლაპარაკებელი იყო რუბიო, მთავარი მომლაპარაკებელი, რომ მოხდა რაღაცა ისე შეთანხმება ისეთ საკითხებზე დარბილება პოზიციების, რომ უკრაინამ თქვა, კარგი, მე ამას ხელს მოვაწერ. რა არის ეს? ანუ ეს არის გარკვეულწილად იმის ჩვენება, რომ კი მე ხელს მოვაწერ, მაგრამ ეხლა უკვე ბურთი არის რუსეთის მოედანზე, თუ მართლა რეალურად არის ის პუნქტები მისაღები და რა არის მისაღები უკრაინისთვის? ხო, ანუ როგორც ბატონმა გიორგიმ თქვა, რეალურად არის ეს ეგრეთ წოდებული blame game, ხო, ანუ არც ერთ მხარეს, არც რუსეთს და არც უკრაინას არ უნდა რომ თვითონ ააყირავოს მაგი და ტრამპს შეექმნას ესეთი განცდა, რომ მათი მიზეზით ვერ იღებს ის თუნდაც მის ნობელის პრემიას და ვერ ასრულებს მის მეცხრე ომს თუ მეათე ომს, აღარ ვიცი, ხო, ანუ მაგრამ და რეალურად ესეც არის უკრაინელების გათვლის ნაწილი, მაგრამ რეალურად ჩვენ ახლა ცოტა ფართო კონტექსტში რო შევხედოთ ამას, ანუ ესეთი მცდელობები ვთქვათ მორიგების და რაღაცა ორკვირიანი ულტიმატუმების და ასე შემდეგ ჩვენ გასული 12 თვის განმავლობაში ბევრი ვნახეთ. მაგრამ არც ერთს არ მოყოლია ამხელა ინერცია, ამხელა ეფექტი, ამხელა ყურადღება და რატომ მოხდა ესე? ხო, ანუ ეს ამას უნდა დავუფიქრდეთ, რომ რით არის განსხვავებული ეხლა ეს მცდელობა, რატომ მოყვა ამას ამხელა ყურადღება ეხლა და არა ვთქვათ მარტში, აპრილში, როდესაც ასევე მიდიოდა რაღაცა მის გავსი ტიპის საუბრები. ჩემი აზრით აქ ერთი მთავარი, ყველაზე მთავარი ფაქტორი რაც არის უკრაინის მდგომარეობის გაუარესება. რაც გამოიწვია რამ და რამდენად გაუარესა? რაც გამოიწვია ბევრმა ფაქტორმა, მათ შორის იმან, რომ როგორც გიორგიმ თქვა, დახმარება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შეწყვეტილია, წელიწადში დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის შეიარაღება არის უკრაინის წლიური ბიუჯეტი, სამხედრო ბიუჯეტი ომის დაწყებამდე დაახლოებით ამ ციფრებში ტრიალდა ომის შემდეგაც, უпростоროდ ომის შემდეგ ომის პირველ პერიოდში. ანუ ეს 60 მილიარდი, რომელსაც თქვა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში 60 მილიარდი შეიარაღება, რომელსაც უკრაინა იღებდა, პრაქტიკულად ახლა გაქნა. დარჩენილი არის ის მარტო, რასაც ევროპელები ცალკე თქვა თავისი ორმხრივი კავშირებით აძლევენ. და პლუს არის ეს ნატოს მექანიზმი, რომელიც ტრამპი დაითანხმეს, რომ აი მოგყიდით ამ შეიარაღებას თუ გინდათ. და თქვენ მე მიეცით ნატოს და კიდე არ ვთქვათ იქ ჩეხური ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს თქვათ ცალკეული ევროპული ქვეყნების მიერ თანხების მოძიებას და საარტილერიო ჭურვების გადაცემას უკრაინისთვის და რა თქმა უნდა ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი უკვე დღეს არის უკრაინის შიდა წარმოება. ხო, რეალურად, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ ომზე, რომელშიც თქვათ ბოლო მონაცემები რაც არის თქვათ ანგარიშებია ომის მიმდინარეობის შესახებ არის ის, რომ დაახლოებით 2/3 შეიძლება მეტიც მთელი დანაკარგების როგორც ცოცხალ ძალაში, ასევე ტექნიკაში მოდის დრონებზე. და ამ დრონების წარმოებაში უკრაინა მართლაც გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ესეთი მოწინავე ქვეყანა და უკრაინის თვითონ სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის როლი სულ უფრო და უფრო მეტად მზარდია ამ კონტექსტში. გამოიწვია იმან, რომ თქვათ აი ამ ფრონტზეც ვითარება შეიცვალა. ხო, რამდენად შეიცვალა პოკროვსკის, ანუ მაინც ესე იგი უზარმაზარი დანაკარგები აქვს რუსეთს, აი ფაქტობრივად გვამების გორებით მიდის წინ რა და ეს არის, მაგრამ აქ არის მეორე და ძალიან მცირე წინსულა. განტოლების სხვა მხარე რა არის? ხო, აქ არის ის, რომ რუსეთი დაკავებულია ფრონტის
გაღრნით ეს არ არის გარღვევა, ხო, ანუ ეს არის როგორ თქვა რა, გაღრნა არის, ხო, ანუ ეტაპობრივად მცირე ჯგუფებით, ეს მცირე ჯგუფები უზრუნველყოფს იმას, რომ შენ შეგიძლია თქვა გაღრნა რაღაცა პატარა მონაკვეთი და იკავა, მაგრამ იმაზე კონტროლი არ გაქვს კონსოლიდირებული, მოწყვალდი ხარ კონტრიერიშების მიმართ და რაც თავარია უკრაინისთვის ამ შემთხვევაში არის ის, რომ რეალურად იმის გამო, რომ შენ თქვა აი ამ მცირე ჯგუფებზე ხარ დამოკიდებული, შენ ვერ ახერხებ ტაქტიკური გარღვევა გადათაგნო ოპერატიულში, ხო თქვა რაღაცა 2 კილომეტრზე რომ წაიწიე წინ და პოზიცია დაიკავე და ვერ გაძლევს ფრონტის ჩამოშლის ეფექტს. და ამიტომ უკრაინა ყველა ესეთ შემთხვევაში ბოლო 2 წლის განმავლობაში მაინც კრიზისების მიუხედავად რაღაც ეხლა შეიცვალა ის რომ რეალურად ფრონტი პოკროვსკის იგვლივ მაინც გადყდა რამდენადაც შეგვიძლია ვიმუშაოთ პოკროვსკის უმეტეს ნაწილზე ისე სწრაფად და ისეთი ეფექტით როგორიც ამას მაგრამ აქ პრობლემა რომელზეც ამერიკელები აპელირებენ უკრაინელების მხარეს და რომელიც რეალურად არსებობს პირველ რიგში არის ცოცხალი ძალის დანაკლისი ცოცხალი ძალის დანაკლისი რომელიც შეიმჩნევა ფრონტის ძალიან ბევრ მონაკვეთზე და რა პრობლემაც არა გრუსეთს პრობლემა მოდი როგორ ვთქვა, იცი, რუსეთი ახერხებს ჩანაცვლებას იმ დანაკარგების, რომელსაც ყოველთვიურად განის. კი, პრობლემა და შეუძლია რომ გააგრძელოს, მაგრამ ისე არ არის რომ ვთქვა რაღაცა შეუძლია გენერაცია უსასრულოდ. ციფრებში გეტყვით, რა ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს უკრაინას, დიდი დეფიციტი აქვს ცოცხალი ძალის მობილიზების, და უფრთხილდება თავის ჯარისგან რუსეთისგან განსხვავებით, ხო? წლის განმავლობაში, ბოლო 9-10 თვის განმავლობაში რუსეთი კარგავს 6-7 კაცით მეც ყოველთვე, ვიდრე ახერხებს ახლების რეკრუტირებას. ანუ რუსეთის რესურსი მაგრამ რომელს უფრო სწრაფად ამოიღება, ეს არის ამბავი. და აქ ჩვენ უყურებთ სწორედ ამ მოცემულობას, რომ ვლადიმერ პუტინი ახის ბიშკეკის კონფერენცია ახსენეთ და ყველაზე ვრცლად თუ ნახეთ დაახლოებით 10-15 წუთი ილაპარაკა ფრონტის თითოეული მიმართულება მოიხილა და მათ შორის ერთი არარსებული ქალაქსაც მოგვახსენა, რომ იქაც აქვთ წინსვლა კომსომოლსკში. არ ვიცით რას გულისხმობდა მაღალი ალბათობით კონსტანტინოვკას, რომელსაც კომსომოლსკი არასდროს არ ერქმევია, არც საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ ნუ მიცი აქმა როგორი არის, ხო რომ აი კი მე ვერ ვახერხებ გარღვევას, მაგრამ ჩემი გამოფიტვის დონე და ტემპი უფრო დაბალია ვიდრე უკრაინელების და ადრე თუ გვიან დროის საკითხია, როცა ეს ყველაფერი ჩამოიშლება. ეხლა იმის თქისება რომ ეს ფრონტი ჩამოიშლება, მე მგონია რომ გადაჭარბებული იქნება ამ მოლოდინის ქონა, იმიტომ რომ კი, ბევრი პრობლემა არის, მაგრამ ერთის მხრივ რუსეთის არმიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში 2022 წლის გაზაფხულის შემდეგ ვერაჩვენა ის რომ შეუძლია ესეთი რაღაცა ფართო კომბინირებული შენაერთების ოპერაციის წარმოება, რომელიც გაარღვევს ტრის ზურგს და რაღაცა მნიშვნელოვან ტერიტორიას დააკავებინებს სტრატეგიულ დონეზე გადახვალ, ოპერატიულ დონეზე გადახვალ. ამიტომ ჭირდება და მეორეს მხრივ უკრაინამ აჩვენა რომ 5-დან 20 კილომეტრამდე ფრონტის მონაკვეთში ახერხებს მოიერიშე რუსული დაჯგუფების, სამხედრო დაჯგუფების გამოფიტვას ისე რომ მათი წინსვლა ლოკალიზებული ხდება რაღაც პერიოდში, მაგრამ ტერიტორიები, ანუ ეხლა რომ შეხედოთ 2024 წელსთან შედარებით 2025 წელს რუსეთმა უფრო მეტი უკრაინული ტერიტორია დაიკავა მოცულობით. ანუ ეს პუტინს აღძლევს საშუალებას, რომ აი გამტკიცდეს აი ამ თავის აში, რომ ეს დროის საკითხია, როცა მე ჩამოშლი უკრაინას. ამიტომ მით უმეტეს ინფოზე ამერიკას როგორც ცენტრალური მოუშლი უკრაინას, ეს არის მისი ამოცანა. აი აქ უნდა თქვა, აი აქ იყო სწორედ ამერიკის ყველაზე კრიტიკული როლი. მას შეეძლო გავლენა მოეხდინა სწორედ აი ამ დაპირისპირების ბედზე, იმით რომ გაეგრძელებინა რაღაცა დონემდე უკრაინის უზრუნველყოფა შეიარაღებით და რუსეთზე ზეწოლა მაგალითად მისთვის ნავთობ დოლარების მოდინების შეზღუდვა. თითქოს გააკეთა ეს რაღაცა ორი ნავთობ კომპანიას სანქციები დაუწესა, იძახდა რომ დრო ამ სანქციებს რომ რაიმე შედეგი მოეტანა, ეგრევე გადავიდნენ რუსეთის მხარდაჭერაზე. მაგას ვამბობ, რომ თუ ტრამპს მიზნად მართლა აქვს მშვიდობის დამყარება, მას აქვს მექანიზმები, რომელთაც შეეძლო ეცადა რუსეთზე ზემოქმედებას და გადაწყვიტა, რომ ხო, აი ეს მეკდი, ამიტომ ვამბობ, რომ ის მოქმედებს არა მარტო ევროპის და დემოკრატიული სამყაროს, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, როდესაც ის ცდილობს უკრაინა აიძულოს, რომ გამოაცხადოს კაპიტულაცია, იმიტომ რომ ეს ამგვარი გეგმა არის კაპიტულაციის გეგმას. და შედეგები იქნება კატასტროფული, გიორგი მახსენდა ეს ამბავი. და ეს არა მარტო გამოიწვევს მაგალითად ნებისმიერი ჩინეთის მსგავსი პოტენციური აგრესორის
მიერ გადაწყვეტილების მიღებას, რომ თურმე შეიძლება შენი ინტერესები განახორციელო სხვა ქვეყანაში, ან რომ შენ გგონია იქ სამხედრო ოპერაციის ჩატარებით, არამედ გამოიწვევს საერთოდ ჩამოშვა წესრიგებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგის და ვისაც ეს გონია რა. ხო და საბოლოო ჯამში თუ ვიმსჯელებთ ჩინეთს უფრო მეტი პრეტენზია შეიძლება გქონდეს ტაივანთან, ვიდრე რუსეთს უკრაინასთან, ხო? კი ბატონო, არა, ეს ლოკალური საკითხი არის და გლობალური პრობლემა და უსაფრთხოების პრობლემა არის ის, რომ მაგალითისთვის დასრულდება საბოლოოდ მოკვდება ბირთვული იარაღის გავრცელებლობის შეთანხმება. კი, იმიტომ რომ ყველა ჩათვლის რომ ბირთვული იარაღი ერთადერთი თავდაცვის საშუალება. რომელიც აქამდე თავის უსაფრთხოებას უკავშირებდა ამერიკის პარტნიორობას ან რაღაცა მსოფლიო წესრიგის არსებობას, დღეს ის იქნება იძულებული სასწრაფოდ შექმნა საკუთარი ბირთვული თავდაცვის კი, ყველა დაიწყებს ამაზე ამას დავამატებდი და დავასრულებ უცებ. გიორგი ნუ დამიჩაგრეთ. არა, უცებ დავასრულებ. ანუ რეალურად ჩვენ ვხედავთ სიტუაციას, რომელშიც თავი პრობლემა რაც არის ის, რომ თუნდაც მაშინ როდესაც გამოაცხადა ეს გეგმა და თქვა Fox-ის რადიოში იყოს თუნდა ტრამპმა კითხეს, რით ვარ დაცულები, რომ ესეთ შეთანხმების მიერ რუსეთი არ დაესხმება თავს ვთქვათ ბალტიის ქვეყნებს ან სხვა ქვეყნებს და ტრამპის პასუხი იყო, რომ არა, ისინი გაჩერდებიან, მას აღარ სურს ომი, იმიტომ რომ ეს ომიც ჩაფიქრებული იყო როგორც ერთდღიანი ომი და ნახა რომ ეს 4 წელია უკვე მიმდინარეობს და აღარ აქვს ეს მადა ახალი თავგადასავლებისთვის. ეს არის ცენტრალური შეცდომა და ზოგადად თქვა, არჩევნები როცა ახლოვდებოდა, ამერიკის არჩევნებს გულისხმობ ერთი წლის წინ და იყო საუბარი რაღაც სხვა მიდგომებზე, რომ თქვა დემოკრატიული პარტიის, დემოკრატიული ადმინისტრაცია უფრო ხელსაყრელი და თქვა ეს იქნებოდა სასარგებლო საერთაშორისო წესრიგისთვის თუ სხვა არსებობდა მოლოდინი აქეთა მხარეს ტრამპის სიმპათიზერებს შორის, რომ მათ ექნებოდათ უფრო ძლიერი საგარეო პოლიტიკური მიდგომა, ისინი საუბრობდნენ აი ამ რეიგანისტულ მაქსიმაზე, რომ ძალა, მშვიდობა ძალის გავლით და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით რასაც ჩვენ ვხედავთ არის, რომ ეს ძალა მიმართული არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის ცენტრალური პრობლემა ტრამპის ადმინისტრაციისთვის, ჩემი აზრით და თავისუფლად უკრაინა დგას ესეთი ძალიან ცუდი დილემის წინაშე, რომ ეხლა შეუძლია რომ უარყოს ეს შეთანხმება, ანუ არის ესეთი მოთხრობა. მაგრამ ხო თქვა რომ და ხო, ანუ გულისხმობ რომ საბოლოოდ თქვათ გააჩნია, ხო? პუტინისგანაც რამდენად შეგვიძლია ვიმსჯელოთ აი ამ პრეს კონფერენციიდან არის ის, რომ მე დავთანხმდები ცეცხლის შეწყვეტას იმ შემთხვევაში თუ თქვენ დონეცკიდან ჯარებს გაიყო. ოღონდ ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი და არა სამშვიდობო შეთანხმებაზე. მას შეიძლება რომ მიიღოს ეს ტერიტორია უბრძოლველად, რომელიც 10 წელია ვერ დაიკავა, 12 წელია ვერ დაიკავა, პარალელურად გააგრძელოს მოლაპარაკებები უკვე მოგებიან პოზიციაზე. არეულ უკრაინაში, რომელშიც უკმაყოფილებაა იმის გამო, რომ ვიღაცამ ტერიტორიები დათმო, დემორალიზაცია არის სამხედროებში და ასე შემდეგ და პუტინს ექნება ნებისმიერ წამს საშუალება, რომ ეს ზავი დააბრუნოს. ეხლა რომ გადავიდეთ შიდა სიტუაციაზე, ნუ ეს ყველაფერი დაემთხვა თან ძალიან დიდ კორუფციულ სკანდალს რა ქვია მინდიჩგეიტი მიდასი ბევრი სახელი შლაგბაუმი მოკეთ რომელიც უკავშირდება მინდიჩს და მოდი მე აღარ ვილაპარაკებ, შენ მოგვიყვევი რა ხდება შიგნით და აი ამ მოლაპარაკებების ფონზე როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ეს ორი ამბავი? რა თქმა უნდა, ეს მოკლედ უკრაინას ყავს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო, საერთოდ სისტემა არსებობს ცალკე ანტიკორუფციული უწყებების ბიურო, რომელიც იძებს პროკურატურა ანტიკორუფციული, რომელიც ბრალს წარადგენს და ანტიკორუფციული სასამართლო, რომელიც მერე ამ გადაწყვეტილებას იღებს. ეს შეიქმნა ღირსების რევოლუციის შემდეგ და ამის მიზანი იყო, რომ ეს სტრუქტურები გამიჯნული ყოფილიყო ტრადიციული პროკურატურისგან და საგამოძიებო უწყებებისგან, რომლებიც იყო უკიდურესად კორუმპირებული. რეგული და საერთოდ კორუფციის ძალიან დიდი ისტორია აქვს უკრაინას. სამართლებრივი დამოუკიდებლობა, დასავლური გარანტიები, გარანტირებული დაფინანსება და მერიტოკრატიული პრინციპითაა შერჩეული მასზე. სწორედ ამ უწყებამ და აწარმოებდა ეს უწყება გამოძიებას, რომ ასობით საათის ჩანაწერები აქვს მათ, რომელთა ნაწილიც გამოაქვეყნეს ენერგოატომში. ეს არის უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია, რომელიც კურირებს ატომურ ელექტროსადგურებს. უკრაინას აქვს 4 ატომური ელექტროსადგური, აქედან ერთი ზაპორიჟიის არის ოკუპირებული და დანარჩენ 3-ს, რომელიც გამოიმუშავებს უკრაინის ელექტროენერგიის დიდ უმრავლესობას, ხო? და
აი ამ კომპანიაში გასკდა ეს სკანდალი, რომ სახელმწიფო შესყიდვებს ამ კომპანიაში მართავდა და კურირებდა ეს კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზელენსკის მეგობარი და მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორი მინდიჩი კვარტალ 95-ში, როდესაც მოღვაწეობდა ეს და აი ამ შესყიდვებისას ისინი 10-დან 15%-მდე ეგრეთ წოდებულ 10 კატს ითხოვდნენ ნებისმიერ შესყიდვაში და თუ ეს 10 კატი არ განხორციელდებოდა, ისინი ჩარიცხვებს აღარ უკეთებდნენ. უკრაინაში უცნაური სისტემაა, ჯერ ახორციელებს სამუშაოს და მერე გერიცხება სახელმწიფოსგან ესა. ანუ აი ეს 10 კატები რადგან არ ხორციელდებოდა, მერე უგვიანებდნენ იმ ადამიანებს, მაგალითად, საერთოდ ჩარიცხვას აღარ უკეთებდნენ, ასევე იქ ჩანაწერებია, სადაც ემუქრებიან, რომ თელ თქვენ კომპანიას ჯარში გავაწვევინებთ და ფრონტზე დაიხოცებით. ძალიან უკიდურესად ამორალური ამბავია. ჩანაწერებია, რომ ზურგი მეტკინა იმის გამო, რომ მილიონებს უათრევდი ზურგით და ასე შემდეგ. და ამაში გარეული იყო ვერტიკალი რა, სახელმწიფო ვერტიკალი თამამაჩეგულია თქვა. ეს გამოძიება ერმაკთანაც შევიდა, ერმაკი გადადგა. ამ გამოძიების ფარგლებში მე გადადგა იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები და მოკლედ ეს გამოძიება დასრულებულია, ეს არის პირველი ეტაპი. ამ საქმეს კიდევ ბევრი შეეწირება უკრაინის ხელისუფლებაში, ხო? ეს მე მგონი ეხა ერმაკის სახლიც გაჭხრიკეს ამ გამოძიების ფარგლებში. და რუსტემ უმაროვის დაიკითხა, რომელიც არის უშიშროების საბჭოს მდივანი და ამ დელეგაციის წევრი ასევე, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს სამშვიდობოს. ერმაკი იყო ყველაზე გავლენიანი ფიგურა თამამაჩეგულია თქვა ზელენსკის მთავრობაში, ყველა მინისტრზე და ნებისმიერ პარლამენტარზე გავლენიანი. ისინი ერთად მოდიან უკვე წლების განმავლობაში ჯერ კიდე ზელენსკის იმ წარსულიდან, როდესაც ის პოლიტიკაში არ იყო. განსაკუთრებით ახლა თავსაწყის ეტაპზე ის იყო, თქვა, რომ შიდა პოლიტიკის კურატორი და ის განსაზღვრავდა ამ პოლიტიკურ ინტრიგებს და ასე შემდეგ. უკვე ომის დაწყების შემდეგ მან შეიძინა სერიოზული დიპლომატიური ფუნქციების და იმის გამო, რომ ყველა მიცოდა, რომ ის იყო ზელენსკისთან ყველაზე დაახლოებული პირი, ის იყო ერთ-ერთი პირი, ვისაც ელაპარაკებოდა დასავლეთი და ასე შემდეგ და ასევე თქვა ზოგჯერ ის იჯდა მაგალითად სხვა ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველებთან შეხვედრებზეც კი და ანუ ფაქტობრივად ყველა ფუნქციას ის ითავსებდა და ზოგადად უკრაინაში ეგ ტრადიცია დიდი ხანია არსებობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი მთელ ქვეყანაში, კუჩმას დროსაც ესე იყო და იანუკოვიჩის დროსაც ესე იყო და ასე შემდეგ. ერმაკი პირდაპირ ხა რა როლი აქვს ამ საქმეში, მე გამიჭირდება ამაზე საუბარი, მაგრამ ზოგადად ეს ერმაკის გადაყენება იყო მათ შორის საზოგადოების დაკვეთაც, იმიტომ რომ ამ ომის პერიოდში ესეთი სქემა იყო უკრაინაში, რომ საწყის ეტაპზე, როდესაც ზელენსკი ძალიან პოპულარული იყო და 85 და 90% უჭერდა მოსახლეობის მხარს, იყო ესე, რომ თუ გინდოდა მთავრობის გალანძღვა, ერმაკი უნდა გელანძღა, იმიტომ რომ ზელენსკიზე დარტყმას აზრი არ ჰქონდა, იმიტომ რომ იქ შენ უფრო დაგაზიანებდა და ეს იყო, თქვარი, რა ვიცი, განტევების ვაცი თუ რა უნდა დააქვა, მოკლედ ყოველთვის სამიზნე იყო ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის ერმაკი. მერე უკვე ამას დაემატა ის, რომ დასავლურ მედიაში მუდმივად იწერებოდა, რომ ის არის ყველაზე გავლენიანი და ჭრილოვანი მმართველი და რაც ჩემი ძალიან გადაჭარბებული წარმოდგენა მის გავლენებზე და საბოლოოდ უკვე აი სანამ გადააყენებდნენ, ეხლა ბოლო კვლევა რო ჩატარდა, მოსახლეობის 70% ითხოვდა მის გადაყენებას. მე არ მგონია, რომ ეს უკავშირდება მარტო ამ საქმეს საზოგადოებრივ განწყობა, ეს გონია მის ზოგად იმიჯსო არის რაღაცნაირი მითოლოგიზირებული იყო, ცუდი უარყოფითად მაგას ვამბობ, ხო? ფავორი ამაში მას მისი წინამორბედი ბოგდანიც ადანაშაულებდა, ანუ ზელენსკის ადმინისტრაციის მისი ყოფილი მოადგილეების ერმაკის რომლების კორუფციაში იყო მოადგილე კირილო ტიმოშენკო, რომელიც იყო ავიც წარმოუდგენელი სკანდალი ქონდა, ჯერ ხო უსწაფესად გამდიდდა და პორშეებით და სხვა ესეთი მდიდრული მანქანებით დადიოდა და ბოლოს აღმოაჩინეს, რომ General Motors-მა როდესაც გადასცა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით მაღალი გამავლობის მანქანები, ერთ-ერთზე ეს იჯდა კიევში, ოღონდ ეს მანქანები გადასცეს, რომ ფრონტზე და გამოეყენებინათ და მე კი გადააყენეს, მაგრამ
ეს ადამიანი არავის არ დაუკავებია ტიმოშენკოზე ვამბობ. აქედან გამომდინარე აი ეს პრობლემა რაც არის კორუფციის ძალიან ხმა პრობლემა უკრაინისთვის და სამწუხაროდ ეს მის დასავლეთში მის მხარდაჭერას სერიოზულად დაარტყავს ჩემი აზრით. რაც შეეხება ამის კავშირს სამშვიდობო მოლაპარაკებებთან ამ სკანდალის ჩემი აზრით იცით ახლა ბევრი უყურებს ისე რომ ეს თითქოს ზელენსკის იძულების მექანიზმია რომ მშვიდობაზე წავიდეს. მე ამას არ ვეთანხმები და აგიხსნით რატომ ეს სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის შიგნით არის ძალიან არაპოპულარული ეს პუნქტები ხა პირიქით მე ვამბობ რომ აი აკამაც დაწერე მე მგონი შენ დაწერე ხო აკარო პირიქით ანუ ეს ამბავი გამოიყენა ზელენსკი პოზიციების გასამყარებლად რომ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენ ღირსებაზე უარს არ ვიტყვით ამ პოზიციით ეს სკანდალი ხო ასუსტებს ამ ადმინისტრაციის პოზიციებს და მხარდაჭერას და ისედაც ხო არაპოპულარული ხარ და კიდევ უფრო არაპოპულარ რაღაცაზე გიწევს დათანხმება ძალიან რთულია პირიქით შენ უნდა გქონდეს მაღალი პოპულარობა რაღაც სხვა მიზეზის გამო რომ მე შეძლო იმის გატანა რაც არაპოპულარულია მაგრამ ქვეყნისთვის საჭიროდ რთულია აქედან გამომდინარე მე მგონია რომ ეს თან ვიცი თუ ეს გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა ეს არ არის რაღაც არა მე არ ვამბობ რომ რაღაც ერთმანეთს დაამხვილეს ცნობას რო ვერ გაუძლეს ამ სკანდალის გამოყენების ზელენსკიზე ზეწოლის კუთხით და ფორსირება მოხდა მაგაზე მე მგონი შეგვიძლია შეთანხმება როგორც ხო შეიძლება ეგ აღქმა აქ ტრამპის ადმინისტრაციას მაგრამ ხო სუსტია და ეხლა დავაჭიროთ არის კარგი ხო ტრამპის ადმინისტრაციას კიდე თავის გასაჭირი აქ იგივე ეპშტეინის ფაილები და ყურადღების ხო ესეც ვახსენოთ იმიტომ რომ ეხლა ტრამპს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა შიგნით ეხლა მისი პოპულარობა ჩამოვიდა 33%, approval rating უბრალოდ, ხო? რომელიც საქმიანობით კმაყოფილი, ხო, ეს სხვა რამეა, რაც არის ძალიან დაბალი, როცა 30 ცდება და მით უმეტეს ქვემოთ არის, ხო? 33-ია. უბრალოდ 40 ქვემოთ ჩამოდის, არასწორად ვთქვი. ეს ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემებია. ამას დაემატა ძალიან სერიოზული სკანდალი, რომელსაც ალბათ ერთ დღეს დაწვრილებით მიმოვიხილავთ, ეპშტეინის ფაილების ამბავი, რომლის გამოქვეყნება არ გამოქვეყნებაზე იყო ჯერ დიდი სკანდალი, მაგრამ ეს ყველაფერი კიდე გადაფარა ეპშტეინის იმეილების გამოქვეყნებამ, სადაც არის მართლა სკანდალური ინფორმაციები. და ამან იმდენად დააზიანა ტრამპი თავის მაგაში, ანუ ეს ბაზაში, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გუმხურვალე მხარდამჭერი მარჯორი ტეილორ გრინი მას დაუპირისპირდა ღიად, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოკლედ. იმიტომ რომ სხვათა შორის ამ შემთხვევაში ძალიან დასაფასებელია ამ ქალის სხვა მხრივ ძალიან ჩემთვის მიუღებელი ქალის, განსაკუთრებით უკრაინის პოზიციასთან დაკავშირებით, მაგრამ ის ამბობს, რომ სხვა ერპლის უფლებებს დაიცავს და არ დათმობს ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ტრამპის გულმოწყალება ქონდეს და ტრამპის მხარდაჭერა ქონდეს და საერთოდ წავიდა კონგრესიდან. იმიტომ რომ მაგაში ეს უნდა ავხსნათ ხო რა ხსნი რა იყო, ანუ მთავარი ამბავი იყო, მოდი ძალიან მოკლედ ვიტყვი. ახსნის მისი წასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ ახალი არჩევნები კარგად ხანს ვერ ჩატარდება და ისედაც ძალიან მყიფე უმრავლესობა აქვს რესპუბლიკურ პარტიას და უდიდეს პრობლემებს შეუქმნის ნებისმიერი კანონის გატანაზე. თავისი პოზიციები უკრაინასთან დაკავშირებით ვიცით, ალბათ არ შეიცვლებოდა ეპშტეინის სკანდალის გამო, მეილების სკანდალის გამო, ამიტომ ეს თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ რატო არის ამ ბაზისთვის დარტყმა ეპშტეინის ფაილები? იმიტომ რომ ეს ბაზა ძალიან ესეთი ნოყიერად იკვებებოდა ამ შეთქმულების თეორიით, რომ ყვებოდა დონალდ ტრამპი პირადად. დონალდ ტრამპი რომ ეს რაღაცა ეს ანუ ასაიდან გააცოცხლა ეგ თემა ამ კამპანიაში, წინა საპრეზიდენტო კამპანიაში 2019 წლიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ეპშტეინის სკანდალი დიდი სკანდალი იყო, მაგრამ მის ძირითადად მიმართული იყო დემოკრატიული პარტიასთან დაახლოებული ადამიანების მიმართ და თქვათ იქ ტრამპის მონაწილეობაზე, წინა ვადის პერიოდში ყოველ შემთხვევაში ბევრი არაფერი არ ვიწერებოდა ესე და ტრამპმა
აი ამ წინა საპრეზიდენტო კამპანიაში გამოიყენა ერთ-ერთ ესეთ როგორ თქვა კონსპირაციულ თეორიათა თავისი მაგასთვის, რომ მეეყიდა რომ იქ თითქოს რაღაც ფაილები არსებობს, რომელიც არ გამოქვეყნებულა და იმ ფაილებში არიან დასახელებული დემოკრატები, რომლებიც არიან ამ სქემის მონაწილეები. ჯეროდა ჯერ კიდე აი QAnon-ი ხო შეერწყა მაგას, რომ აი ესეთი შიდა deep state-ი დაკავებული არის ბავშვების პორნოგრაფიით, პედოფილიით და ყველანაირი უბედურებით. ცნობილია Pizzagate, იმიტომ მოხდა, რომ ვიღაც კაცი შევარდა დარწმუნებული ამ QAnon-ის წევრი პიცის ბარში, პიცის რესტორანში, რომ იმის ქვემოთ იყო სარდაფი, სადაც ხდებოდა ამ ბავშვების გაყიდვა, გარყვნა თუ სებასთან სექსი. მაგრამ რაც გამოქვეყნდა ეპშტეინის ფაილი, ანუ ეპშტეინის საქმე ამ ხალხის კონსპირაციულ თეორიებს ამყარებს. ოღონდ პირიქით. ოღონდ პირიქით იმ თვალს არა ამყარებს, იმიტომ რომ მართლა ხა ამ სკანდალში იმდენი ხალხია ჩარეული, თავისთავად ყველა არ სარგებლობდა ამ ახალგაზრდა არასოციალური ქალების ურთიერთობა, ბევრ ადამიანს აფინანსებდა, მათ შორის მეცნიერებსაც და ზართულია ეხლა რომ თქვათ ხელი ჩამოვა პრეზიდენტის ცოლს, ლარი სამერს, რა ვიცი, ბევრ ადამიანთან ჰქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა სამწუხაროდ დიდი სკანდალია, მაგრამ აქ რაც ხდება ტრამპს რამაც პოლიტიკურ პრობლემად რაც გადაიქცა, ეს არის რომ მის მიერ გამოყვებილმა უჩხულმა შეუქმნა ეს პრობლემა, ხო, როდესაც მან უცებ დაიწყო ეგრეთ წოდებული უკან დაიხია ამ ფაილების გამოქვეყნების თაობაზე, მაგრამ იმხელა უკმაყოფილება მოყვა თუნდაც აი ამ თავის ბაზაში, რომ საბოლოოდ ტრამპმა ესე ჩათრევას ჩაყოლა ამ ჯობინა და თქვა, რომ მე უჭერ რომ ხარს ამ ფაილების გამოქვეყნებას და საბოლოოდ ეს ფაილი გამოქვეყნდა, ხო, ახლა იქ რა არის თქვა სისხლის სამართლის დანაშაული და რაში არის, ამას მე ნახდად ვერ გეტყვით, მაგრამ ეს პოლიტიკურად შემიძლია თქვა, რომ აი ეს პრობლემა ქონდა, რომ თვითონ ეს გააღვივა ეს კონსპირაციული თეორია, მიაწოდა გამოყვება ეს თავისი ბაზა ამი და შემდეგ ეს ბაზა შემოუტრიალდა მას, როდესაც მას არ მოუნდა ამ ფაილების გასაჯაროება და ამას ემატება ისიც, რომ ეხა ობიექტურად ტრამპის ადმინისტრაცია ვერ არის ეგეთი ძლიერი, როგორც იყო მინავე წლის მარტში და აპრილში. ხო, მათ უკვე წააგეს პირველი არჩევნები, თქვა გუბერნატორის არჩევნები. ის ინერცია ის 100 დღე გასულია უკვე. ის ინერცია, თქვა, აი ამ ის როგორ თქვა, დესტრუქციულ ქაოსის რაღაცნაირი, იგივე ამ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის თუ ასე შემდეგ, ეს შესაძლებლობები უკვე მცირდება, ის ვეღარ არის შიდა პოლიტიკურად ისე ძლიერი. თქვენ ახსენეთ, რომ რიცხვებიც არა აქვს ეგეთი მაღალია, შუალედური არჩევნებიც ახლოვდება და ჩვენ ხედავთ მის შესუსტებას, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ახლა საუბრობთ საგარეო პოლიტიკაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში თქვათ ამერიკული პერსპექტივით რო შეხედოთ ამ ყველაფერს, ტრამპი პირველ რიგში არის რაღაცნაირი გარკვეული საკონსტიტუციო ჯანყი, თქვათ, ხო, აი ამ არსებული სისტემის მიმართ, როდესაც პრეზიდენტის უფლებები არის განუზომლად გაზრდილი, მათ შორის იგივე თქვათ, როცა ვსაუბრობთ აი ამ ტარიფებზე და იმაზე, რომელიც ტრადიციულად კონგრესის ბერკეტად მიიჩნეოდა სულ ასე. ეხლა უზურპირებული აქვს, ხო, უნდა წავიდეთ ნელ-ნელა დასასრულისკენ, ამიტომ წუთი მინდა ეკითხა, შეიძლება აი აკამეს შიდა პოლიტიკური ვითარება ახსენა, მაინც თავად რაზეც ტეილორ გლინი დაუპირეს და ეპშტეინის გარდა იყო ის, რომ ტრამპმა დაწერა Truth Social-ზე, რომ ყველაფერი გაიაფდაო თუ აკვირდებითო და ძალიან სერიოზული ეფექტი ჰქონდაო და ინფლაცია ისევ მაღალია და კვლევები როცა ტარდება ხალხს ყველაზე მეტად რატომ არის უკმაყოფილო ტრამპის ადმინისტრაცია, ინფლაცია არის პირველ ადგილზე და მეორე ადგილზე არის ამ საიმიგრაციო სამსახურის უმსგავსოება, რომელიც უკვე ყველას და ყველაფერს იჭერს და ადეპორტებს ძალიან ბევრ ადამიანს. აგერ მისი პრეზიდენტივნის ნათესავით მოყვა ამაში ბრაზილიელი ქალი. რეალურად ესაა ორი დიდი თემა, რაც მის პოპულარობას და მორალურად ეპშტეინი უტყავს ძალიან. ხო, ეპშტეინის უტყავს, მაგრამ ეპშტეინი არის ინფორმირებული ამ მომრჩეველი, ვინც ტელევიზორს უყურებს და ინფლაციას ყველა გზნობს, მაცივარზე გზნობს. კი, მაგრამ ეპშტეინის ამბავი, ეს კონსპირაციის თეორია და ეს თემა ისე არის ღრმად წასული, რომ მგონია, რომ ესეც თავის გავლენას იქონიებს. მაგრამ ეხა უკრაინათი რო დავამთავრო და შევკრათ. მოკლედ, ამის თქმა გვინდა, რომ ტრამპს ჭირდება რაღაც ხმაურიანი ამბები
ამბები, რომ თავისი პრობლემები შიგნით გადაფაროს, ეს არც პირველია და არც უკანასკნელი, ყველა ლიდერი, მით უმეტეს რომელსაც აქვთ ეს ავტორიტარიზმისგან მიდრეკილებები, რბილად რო ვთქვათ, ამას აკეთებს. მაგრამ აი ის ძალიან რთულ კითხვას, ამ რთულ კითხვაზე მე პასუხს რასაკვირველია არ ველოდები, იმიტომ რომ ეს პასუხი არავის არ აქვს, მაგრამ მაინც აი მოკლედ რო შევეხოთ და მე რაღაც ეტაპზე შეგვიძლია კიდევ უფრო გავშალოთ, აი მიდგომას, რომ რა არის გამარჯვება უკრაინისთვის, იმიტომ რომ აი გამარჯვების დეფინიცია აქამდე იყო და ახლაც არის ძალიან ბუნდოვანი. ეხლა იგივე კისინჯერი ვახსენეთ და სამ დაიღუპებოდა, როდესაც ამბობდა, როდესაც კომენტარს აკეთებდა უკრაინაზე, თავის წინა ასე ვთქვათ პოზიცია შეეწინააღმდეგა, რომ უკრაინა არანაირად არ უნდა გახდეს ნატოს წევრი. პირიქით ამბობდა, რომ ეხლა ერთადერთი არის, რომ რაღაცა ტერიტორიები დათმოს უკრაინამ და ის გახდოს ნატოს წევრი. და კოტკინიც ჩვენი საყვარელი კოტკინიც ამას ამბობს, რომ უკრაინისთვის გამარჯვება ეს იქნება ევროკავშირში გაწევრიანება და სულ მინიმუმ თავდაცვის გარანტიები. უფრო ნაკლებად ყველა ტერიტორიის დაბრუნება. აი ეს დილემა როგორ შეიძლება, ანუ ამ დილემის წინაშე რაღაცა დროს უკრაინა დადგება, ხო? შეიძლება აზრი ჰქონდეს რაღაცა დათმობების განხილვას, თუ კი ეს იქნება საფასური, ურღვევი 100%-იანი უსაფრთხოების გარანტიების. მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ შენ თან ტერიტორიად დათმე და თან ნატოში არასდროს არ იქნები და გარანტია იქნება სიტყვაზე, იქ სამშვიდობო ან სხვა სამხედრო კონტინგენტის ჩაყენების გარეშე, ეს ნიშნავს მორიგ ისეთ შეთანხმებას, რომელიც რუსეთთან გაუფორმებია მაგალითად საქართველოს და უამრავ სხვას, რომელიც 3 თვიდან 3 წლამდე ვადაში დარღვეულა, არ არსებობს დადებული შეთანხმება რუსეთთან განსაკუთრებით ძალისმიერი მექანიზმების გარეშე, რომელიც რუსეთს არ დაურღვევია. მე უკვე ვთქვი და გიორგი მას ახსენა, რა კატასტროფული შედეგები მოყვება არა უკრაინისთვის, ხოლო არამედ მთელი მსოფლიოსთვის, თუ რუსეთს აი ეს თავხედური აგრესია და თავდასხმა მსოფლიო წესრიგზე გაუვიდა. არ არის ეს რუსეთის თვის რაღაცა ტერიტორიული დავა უკრაინასთან. ეს არ ესმით. გაცილებით დასავლეთში. საერთაშორისო. ვერ ვიტყვი რომ არ ესმით, უკვე ბევრი რამე ესმით, უკეთ ვიდრე ესმოდათ. ხო, არ ვიცი, ხა მე უამრავი ადამიანი ვნახე, ვისაც ეს მართლა არ ესმის და ხა შეიძლება კასპაროვის დიდი თაყვანისმცემელი არ იყო, მაგრამ კასპაროვმა თქვა ძალიან ზუსტად თქვა. აი უზუსტესი აღწერა ქონდა ფაქსის. ნატო შეიქმნა რუსეთისგან ევროპის დასაცავად. დღეს უკრაინა იცავს რუსეთს ევროპისგან და ამერიკასა და ევროპას შორის არის იქ ლაპარაკი იმაზე, რამდენი დაუთმონ აი ამ თავისი მცველისა აგრესორს. გზა უკრაინის გამარჯვების მიმავალი ჯერ კიდევ არსებობს. ეს გზა არის უკრაინის უზრუნველყოფა შეიარაღებითა და ფინანსებით იმდენად, რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს და მაშინ რუსეთი არის მილევადი ძალა, მე უკვე ვახსენე, თან ეს არ არის რაღაცა ზოგადი კონკრეტული ციფრებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთს ელევა სამობილიზაციო რესურსი, რუსეთს ფინანსური რესურსის შემცირების შემთხვევაშიც კატასტროფული უნარის დაცემა დაუდგება შედეგად, რადგან მთელი მისი აი ეს სამხედრო სისტემა დღეს დამყარებულია ძალიან ძვირი რეკრუტირების სისტემაზე, როდესაც ის წარმოუდგენლად დიდ თანხას რუსეთისთვის, დიდ თანხას უხდის თავის მოქალაქეებს და ასევე უცხოეთის მოქალაქეებს, უამრავი სხვა ქვეყნის მოქალაქეები ჩამოყავს, დაქირავებულები. როგორც საქართველოშიც გაიხსნა სურვილთა რეგისტრაციის. როგორც კი ეს სისტემა დაშრება, როგორც კი ამის ფინანსური უზრუნველყოფის სისტემა დაშრება, რუსეთის სამხედრო მანქანა პრაქტიკულად ჩამოიშლება. და ამაზე საუბრობენ თვითონ რუსი ეკონომისტებიც. უზარმაზარი დეფიციტი არის ბიუჯეტში, ერთადერთი რაც მას ჯერჯერობით მეტაკლებად ბალანსში ინახავს, ეს არის ისევ და ისევ ეს ნავთობ და გაზის დოლარები, რომელზედაც ზემოქმედების რეალური მექანიზმები შეერთებულ შტატებს აქვს და
ამის საპირისპიროს აკეთებს. ანუ გზა რუსეთის დამარცხებისადმი უკრაინის გამარჯვებისაკენ მიდის არა კრემლის პირდაპირ შტურმის განხორციელებაზე, არამედ იმაზე, რომ რუსეთის რესურსი ამოიწუროს მაშინ, როდესაც უკრაინისა იქნება სტაბილური. აი ეს არის და ეს შესაძლებელია. ეს არის კიდევაც ამერიკის ეროვნულ ინტერესში და მით უმეტეს ევროპის ინტერესში. სამწუხაროდ ეს ბოლომდე ან არ ესმით, ან რაღაც სხვა ინტერესებით ხელმძღვანელობენ. აი მაგალითად ინტერესებზე რო საუბრობდით, ვის რა უნდა. ჩვენ არ გვიხსენებია იგივე ვენსი, რომელიც იგივე ამ 28 პუნქტიან გეგმის გაფორმებაში გარკვეულ როლს თამაშობდა. ვენსის ინტერესი არის, რომ მიიღოს ტრამპის კურთხევა 2028 წლის საპრეზიდენტო. კი, უნდა დავასრულოთ გიორგი მოპოვებისთვის. ვენსი საინტერესო ფენომენია, მაგრამ შეგვიძლია კიდევ ის საინტერესო თემა წამოიჭრა ამ პოდკასტში, რომ შეგვიძლია მე ცალკე გავშალოთ, მაგრამ აი ამასთან აი უკრაინის დილემაზე ჩემი აზრით ეხა რეალისტური და კარგი რაც იქნებოდა არის ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა, ნატოში შესვლა, ან ისეთი მყარი გარანტიების მიღება უსაფრთხოების, რომელიც ნატოს ტოლი იქნება და არა მხოლოდ გარანტიების მიღებაო, იმ უცხო ქვეყნის სამხედროების განთავსება ამ ფრონტის ხაზზე, სამხრეთ კორეის მოდელი რო დავაქვათ, მოკლედ რაღაც ეგეთი, მაგრამ ამას ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაცია გამორიცხავს. აქედან გამომდინარე, მეც მოლოდინი მაქვს, რომ ომი გაგრძელდება და ეხლა ამ ომის გაგრძელების პირობებში ჩემი აზრით უფრო და უფრო შორდება მშვიდობას ამერიკა, რაც უფრო გააგრძელებს ამ ტიპის პოლიტიკის გატარებას უკრაინის მიმართ. ანუ შემცირებული დახმარება და რუსეთზე ნაკლები ზეწოლა და ომის დასრულებას თურმე მოახლოვებს, იქნება მეტი იარაღი უკრაინას. ესეთი ვითარებაა. ხო, ანუ მე მგონია, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ კონფლიქტს უფრო ახლოდან ადენებს თვალს, ის რომ აი ეს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ამ სიტუაციაში შეიძლება გაფორმდეს, იქნება ამორალური და დამაზიანებელი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, ეს გასაგები გახდა როგორც მინიმუმ 2023 წლის ზაფხულიდან, როდესაც უკრაინაში ერაღებული ძალების კონტრიერში ჩავარდა. ამის შემდეგ გასაგები გახდა, რომ უკრაინა ვერ შეძლებდა ამ ტერიტორიების 2022 წლის დე ფაქტო საზღვრებზე გასვლას და ვერც 1991 წლის იურიდიულ საზღვრებზე გასვლას სამხედრო გზით. ამის შემდეგ პირადად ჩემთვის გასაგები გახდა, რომ თქვათ რაღაცა მეტნაკლებად ეს მშვიდობა რაც არ უნდა დამდგარიყო აქ, იქნებოდა ძალიან დამაზიანებელი საერთაშორისო წესებისთვის, იმიტომ რომ ეფექტურად სოფლიოში არ არსებობს საკმარისი პოლიტიკური ნება ამის პრევენციისთვის. აქედან გამომდინარე, ეხა მოლაპარაკებები რაც მიმდინარეობს, ეს არის მოლაპარაკებები იმაზე, თუ რამდენად დამაზიანებელი და რამდენად ამორალური იქნება ეს მშვიდობა, თუ საერთოდ იქნება ახლო მომავალში. სხვა მხრივ უკრაინის წინაშე დგას ესეთი დილემა, არის ეს მოთხრობა Catch-22 ჯოზეფ ჰელერის მოთხრობა არის ომი ტრამვირებულ ფრინავზე, რომელსაც აღარ უნდა ფრენა და ცდილობს ყველანაირად დაექცეს აი ამ საბრძოლო მისიებში მონაწილეობას, მაგრამ და არსებობს ესეთი წესი, რომ მას შეუძლია თითქოს, რომ თავი თქვას თუ გიჟებს, თქვათ ფსიქიკურად არასტაბილურ ადამიანებს ათავისუფლებენ ფრენისგან. არსებობს ესეთი წესი. მაგრამ შენ რო განაცხადო, რომ აი მე მინდა რომ გავთავისუფლდე, იმიტომ რომ გიჟი ვარ, ეს ნიშნავს, რომ შენ იაზრებ ფრენის რისკს, შესაბამისად საღაზზე ხარ, შესაბამისად ფრენა უნდა გააგრძელო. სისტემა არის ლოგიკურად ჩაკეტილი. აქედან გამომდინარე, უკრაინის დილემას დაახლოებით რაღაცა ესეთი არის, ხო, ანუ მას შეუძლია გააგრძელოს ომი, ოღონდ იმ რისკით, რომ ამერიკის დახმარების პირობებში, როცა ამერიკის დახმარება შეწყვეტილია, როდესაც მობილიზაციის პრობლემა, ცოცხალი ძალის პრობლემა ვერაფრით ვერ მოგვარდა და დღეს უკრაინულ არმიაში მსახურება არის ერთი ბილეთი ერთ ბოლოში და პრაქტიკულად ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს უკრაინულ არმიაში კონტრაქტს, უკან ვერ ბრუნდებიან, იმიტომ რომ არსებობს როტაციის სისტემა და ეს ძალიან სერიოზული პრობლემა არის. ანუ ან ეს პრობლემები მოგვარდება, ან რისკავს, რომ თქვათ, ის ტერიტორია, რომელსაც არ დათმობს ახლა თავისი ნებით, რისკავს, რომ მომდევნო 1 წლის განმავლობაში დაკარგოს ისევ ძალით რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ აი ამ ტერიტორიებზე ვარის თქმა. მოკეთ რთული სიტუაცია ძალიან. აკაზარ ქუა, გიორგი ბადრიძე, გიორგი ლოლაძე
დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. სამწუხაროდ აქ ვერაფერი გამომხნევებელი ვერ გითხარით, მაგრამ ერთ მოგატყუებთ, იმიტომ რომ რეალურად ამ ეტაპზე არაფერი ისეთი არ ხდება, რომ ესეთი დიდი ოპტიმიზმი გქონდეს, თუმცა იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი. 2022 წლის 24 თებერვალსაც ძალიან მცირე ოპტიმიზმი გქონდა მე პირადად. ხო. ანუ აქ ისეც უნდა ვთქვათ, რომ თუნდაც ის 22 პუნქტიანი შეთანხმება მაინც შორს არის იმისგან, რაც პუტინს უნდოდა, ხო, ანუ პუტინს ეს ომი არ დაუწყია იმისთვის, რომ რაღაცა დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირი წაიღოს. ანუ პუტინმა ეს ომი დაიწყო, იმიტომ რომ გადაეწერა ცივი ომის შედეგები. მიაღწია მიზანს, როგორც მინიმუმ, ხო, სუვერენული უკრაინის შენარჩუნება არის ჩემთვის, ხო, ანუ მე მეკითხება, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი ამოცანა არის სუვერენული უკრაინის შენარჩუნება. და ამ უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში გაწევრიანება, გაძლიერება ეკონომიკურად და უკრაინის სახით მართლაც ევროპაში იქნება უდიდესი სამხედრო ფლაგმანი პირველ რიგში. და ერთ ფრაზას ვიტყვი, რომ აი ვინც რუსეთის წარმატებაზე და გამარჯვებაზე საუბრობს, იმათმა გაიხსენონ, რომ აი დეკემბერში ეს ომი ხანგრძლივობით გადააჭარბებს მეორე სამამულო ომის ხანგრძლივობას. და იმ 4 წელიწადში რაც ის ომი გრძელდებოდა, რუსები ჩავიდნენ ბერლინი აიღეს და ოღონდ ეს არის პირველი მსოფლიო ომის სტილში სანგრებში ბრძოლა, სადაც არ არის ოპერაციული ბრძოლებია და წინ რეალური წინსვლა. გამარჯვებაზე საუბარი იმ ომში უკრაინის წინააღმდეგ, რომელსაც 4 წელი აწარმოებდა დნეპრის კრამატორსკის უბრძოლა დათმობას ეთხოვ, რა ვიცი, მე მგონია რომ გააჭარბებული იქნება მაინც. კი ბატონო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბიჭებს. დიდი მადლობა ჩემს მაყურებელს. მე ამით გემშვიდობებით. მომავალ შაბათამდე.